გახადეთ ხელშეკრულება გამჭვირვალე, რას გვიმალავთ? აი, სადაც მღვდლებია ნაწამები, სადაც პატრიარქის დიდი სურვილი იყო მონასტრების გახსნის, მწვანე ზონად, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის დარჩენილიყო. იქ რაღაც ამოუცნობ არაბულ კომპანიასთან დებენ ხელშეკრულებას და ამას ასაიდუმლოებენ. ვიღაცა ტიპი ჩემ მიწას იღებს, დებს სადღაც ბანკში სხვაგან კრედიტს იღებს და ამით იწყებს მშენებლობას. რა არის ეს? ეს არ არის ინვესტიცია. ვიცით მუჰამედ ალაბარი, მისი რეპუტაცია ისეთი სახით იგუგლება, როცა პასუხისგებლიანი ნებისმიერი სახელმწიფოს ჩინოვნიკი თუ მოღვაწე მასთან სურათის გადაღებამდე დაფიქრდებოდა. არა და ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი წელში მოხრილი ლამის ხელზე რო ეამბორებოდა ამ კაცს. ჩვენ ვიძახით რომ არაბებზე ვყიდით ამას და არაბების მფლობელობაში გადადის. ეს არ არის დროებითი, ეს არის განგრძობითი. ამ ადგილას კომუნისტების დროს არიან მღვდლები ნაწამები. კომუნისტებმა დახვრიტეს იქ სამღვდელოება. პატრიარქს ესეთი დიდი სურვილი ჰქონდა, რომ იქ გახსნილიყო მონასტრები. სად იკვეთება ივანიშვილის რეჟიმის და ამ კაცის ინტერესები? მეცნიერება უწოდებს ქაქისტოკრატიას ასეთი ტიპის მმართველობას და აქ ჩდება ძალიან დიდი ეჭვი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ყველგან ამ იმაში მათი სახელთან და მათ საქმიანობასთან არის ძალიან დიდი სკანდალები დაკავშირებული. ამ ამბავს ვერ ვუშველით სხვა ვერც ერთი გზით, თუ არ იქნება დიდი საპროტესტო მუხტი. პატრიარქის გამონათქვამი, რომ საქართველოს მიწა არ უნდა გაიყიდოს. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა აქცენტები, მე ვარ ეკა კვესიტაძე, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის პოპულარიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ასევე გადააშიაროთ ჩვენი პოდკასტები, დაგვიკომენტაროთ თქვენი აზრი თითოეულ პოდკასტზე და ამით ძალიან დაგვეხმარებით. მოკლედ, დღეს მე მგონი ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოიპოვა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში. და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიღმა ყველა პოლიტიკური მოძრაობა და პარტია მოიცვა. ვლაპარაკობთ არაბულ ინვესტიციაზე, რასაკვირველია, ყველა მოძრაობა თავისი მიმართულებით აშუქებს ამ თემას, თუმცა აშკარაა, რომ არის სახეზე უამრავი პრობლემა და ჩვენ გვინდა რამდენიმე ამ პრობლემაზე ვისაუბროთ დღეს, გამოვყოთ ის მიმართულებები, რაც ჩვენი სტუმრების აზრით არის მნიშვნელოვანი და არაბული ინვესტიციების საფრთხეზე ვილაპარაკოთ სწორედ ამ კუთხეებიდან. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ზუკა შოშიაშვილი, მოძრაობა სართულის დამფუძნებელი და წევრი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მოკლედ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ზუკას ყოფნა ჩვენთან და მათი მოსაზრებების მოსმენა, მისი მოძრაობის მოსაზრებების მოსმენა. მამა ილია თოლორაია, ის მოგვიყვება ძალიან საინტერესო ისტორიას ამ გასაყიდ მიწასთან დაკავშირებით, კრწანისის ტყეპარკზე ვსაუბრობთ და ნიკა ალავიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ჯერ საქართველოს დამფუძნებელი. მოკლედ, მოდი დავიწყოთ იმ კუთხიდან გაშუქება ამ თემის, რომელიც ნაკლებად არის ასე ვთქვათ, მოხსენიებული მრავალ არგუმენტებს შორის. ჯერ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რა არის თბილისის ეს კრწანისის ტყეპარკი და მისი ისტორია შევახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის ამ ტყეპარკის ისტორიის შესახებ. მოკლედ, თბილისსა და რუსთავის შორის მდებარე კრწანისის ტყეპარკი 1958 წელს დაარსდა. 200 ჰექტარი ფართობის მქონე რეკრეაციული ტერიტორია მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს და ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში კრწანისის ტყეპარკში 100-ზე მეტი სახეობის მობინადრე თუ გადამფრენი ფრინველი იყრის თავს. შესაბამისად, კრწანისის ტყეპარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დააკვირვების მოყვარულთათვის. ულამაზესი ხეივნებით გაფორმებული ბილიკები იდეალურია ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის, პიკნიკებისთვის და საგანმანათლებლო ტურებისთვის. ეს ყველაფერი არის დაწერილი
დაწერილი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს გვერდზე და ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად მიუბრუნდეთ, თუ რამდენი მილიონი არის დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში ამ სარეკრეაციო ზონის გასაუმჯობესებლად და მის ფლორაზე და ფაუნაზე ზრუნვის მიმართულებით. ესეც ძალიან ბევრმა ადამიანმა ესეც არ იცის, ამ ტყეპა უბრალოდ გონია რაღაცა ტერიტორია და არა და ამ ადგილს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეხლა მამა ილია მოგვიყვება თავის გამოცდილებას ამ ტყეპარკთან დაკავშირებით, რადგან მამა დოროთესთან ერთად იყო ამ ტყეპარკში, მას ზრუნავდა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ფაქტობრივად თქვენ იყავით და დავიწყოთ, რომელი წლიდან, საპატრიარქოს მმართველობა როდის გადავიდა ეს ტერიტორია და თქვენ რა ფუნქციები გქონდათ იქ? მადლობა მოწვევისთვის. 2003-4 წლები მამა დოროთე არის სამების წინამძღვარი. და ამ დროს უწმინდესმა უთხრა მამაოს, რომ ტყეპარკის ეს ტერიტორია მაშინ ეკუთვნოდა საპატრიარქოს და უწმინდესმა უთხრა, რომ მიეხედა მამაოს ამ ტერიტორიისთვის. იქ ჩვენ სამებაში ვიყავით ბერები, მოდიოდნენ ჩვენთან ერის ხალხის სტუმრები და მამა დოროთემ ჩვენ საძმოსთან ერთად წავედით ტყეპარკში, მოვინახულეთ მთელი ეს დიდი ტერიტორია. იქ იყო ესეთი რამე, რომ ამ დიდ ტერიტორიაზე იყო ერთი მთავარი სახლი პირველი, სადაც დიდი შენობა, სადაც განაგებდნენ იქ ბუღალტერია და ასე შემდეგ სხვები და სხვები იქაურობას. შემდეგ შუა ნაწილი იყო კიდე სადაც იდგა კიდევ ერთი სახლი და ბოლო ნაწილი იყო კიდე ტყეპარკის. და პატრიარქმა უთხრა მამაოს, რომ პატრიარქის სურვილი იყო, რომ აქ გახსნილიყო 3 მონასტერი. პატრიარქმა დაავალა მამა დოროთეს, რომ ეს გაიხსნა მონასტრები. ეს ტერიტორია ყოფილიყო რუსთავისთვის, თბილისისთვის, ჩვენი ქვეყნის საქართველოსთვის მწვანე ზონად შენარჩუნებულიყო, სადაც ამასთანავე ადამიანები შეძლებდნენ, როგორც თქვენ თქვით, რომ იქ იყო ბილიკები, ესეთი სასეირნო ბილიკები და ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყო ერთ-ერთი მწვანე. უმეტეს რომ არ ვართ განებივრებული ტყეპარკებით. ეს ისა და მთავარი კიდევ, რომ ამ ადგილას კომუნისტების დროს არიან მღვდლები ნაწამები. კომუნისტებმა დახვრიტეს იქ სამღვდელოება და პატრიარქის კურთხევით მამა დოროთემ დაიწყო ტაძრის მშენებლობა. აი იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ დახვრეტილი მღვდლების საძვალეობა იყო. თელი ეს ტერიტორია, იქ კონკრეტულად რა ადგილას არის არავინ არ იცის, მაგრამ ამ ტერიტორიაზე იყო მთელი ეს კომუნისტებმა ეს რა ვიცი, ჯალათებმა რაც ჩაიდინეს და დაიწყო მამამ ტაძრის მშენებლობა. ამ ტაძრის მშენებლობას მამაო იწყებს თავისი მეგობრებით, ჩვენი ნაცნობებით, ამსახსრებით. იქ არავის არაფერი ჩვენთვის არ მოუწია და უნდოდა ეს ტაძარი პატრიარქის კურთხევით მამაოს აშენებულიყო მოწამეების სახელზე. ანუ იმ მოწამეების, რომლებიც იქ ეწამნენ. და აი ეს ამბები შემდეგ აი ამ ამბებიში ხო იქ თავარი ის იყო კიდევ რომ ჩვენ მივდიოდით მამაოს კურთხევით უკვე სამებისგან ბერები ჩვენი სტუმრები ცხოვრობდით უკვე იმ ერთ სახლშიც მეორეშიც მესამეშიც და სამივე ადგილას ვატარებდით ღამისთევიან ლოცვებს წიგნებს კითხულობდით და დაიწყო მონასტრული ცხოვრება. ცხოვრობდით, ეხა იმდენი ბერები არ ვიყავით, მაგრამ აი ერთ ადგილას მაგალითად იმ სახლში 2 ბერი და რამდენიმე ერისკაცი. იქაც იმ მეორე სახლშიც ესე და მესამეშიც იგივე ამ ფორმით ხდებოდა. იქ იყო კარიერები კიდე, რომელი კარიერებიც რა ვიცი, ვინ რა, როგორ კონტროლდებოდა, ძალიან ესეთი ქაოსური ის იყო და მამაო ამ კარიერებს მიხედა, ეს ჩვენ მოვიძიეთ, შემდეგ თვითონ რო ანუ წანისის ტყეპარკის პატრონი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მამა დოროთე. მამა დოროთე. კი და თან ღამე მორიგეობდით, რომ იქ მოსახლეობას, აი თქვენ რო ბრძანეთ, ეხა იქ ესეთი უნიკალური ადგილი, ტბები, ფრინველები და ძროხების შემოყავდათ. და ჩვენ ვიცავდით ამისგან, რომ არ განადგურებულიყო ტყეპარკი, რომ აი ნერგები უფრო მეტად მიცემოდა საშუალება, რომ ტყეპარკს განვითარების და
ნუ მე 2004 წლიდან მამადოროთემიდის უკვე წალკაში პატრიარქის კურთხევით და თავისთავად უკვე ტყეპარკის წინამძღვრობა უკვე მამაოს არ ეკუთვნოდა. ვის გადაეცა? ეს შემდეგ დარჩა ისევ საპატრიარქოს საპატრიარქო ისა და აი ამის შემდეგ მე არ ვიცი რა როგორ ხდება, მაგრამ ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ ჯაღმაიძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია თუ ამას ქვია საზოგადოებასთან კი არა, ამას ქვია სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამსახური. საზოგადოებასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ერთი სიტყვა არ უთქვამს, არც მეუფეშიოს. ერთი სიტყვა არ უთქვამს, არც ჯაღმაიძეს, ბოტკოვს, ანუ საპატრიარქოს ამ ჯგუფს, რომ ტყეპარკში რაც ხდება დღეს, რომ იქ შენდება არაბული ქალაქი, რომ ეს ადგილი ესეთი წმინდა ადგილია, რომ ამ ადგილას პატრიარქს ესეთი დიდი სურვილი ჰქონდა, რომ იქ გახსნილიყო მონასტრები, იქ ყოფილიყო ეს მწვანე ზონა ჩვენი. ამისთვის პატრიარქი იბრძოდა 2003-4 წლებში და შემდეგ ეს როგორ გადაეცა სახელმწიფოს, რა ფორმით, რა მოხდა დღეს იქ რაც ხდება, ყველამ ვიცი და ამაზე არის სრული დუმილი და მამადოროთე რო ამბობს ეს სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გასაუქმებელია ნამდვილად ამაზე რო სიტყვას არ ამბობს მეუფეშიო ამაზე სიტყვას არ ამბობს და პატრიარქმა მეუფეშიოს მოსაყდრედ რო დანიშნა ჩააბარა ის რომ თბილისში რაც ხდება ამ ამბებისთვის მიეხედა აი დღესაც ახლა ნუ თავი დავანებო 9-ჯერ მაგ უკვე ნათქვამი ის რომ ქუჩებში რო ხალხს სცემენ და ამ ყველაფერზე რო დუმილია და ხელისუფლებას აქებს და ადიდებს და არ ვიცი, მათ სამსახურში რო ჩადგა მეუფეშიო, ეს უკვე გასაგებია, ყველა ვნახეთ, მაგრამ აი ამ ამბავზეც, აი სადაც მღვდლებია ნაწამები, სადაც პატრიარქის დიდი სურვილი იყო მონასტრების გახსნის, მწვანე ზონად, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის დარჩენილიყო, ამაზეც დუმს და რა ვიცი აი როგორ წარმოგიდგენიათ რომ აი ეს ხელისუფლებასთან რო არ იყოს ახლა ივანიშვილის რეჟიმთან შეკრული ჯაღმაიძე და მისი ფრთა მე მას უფრო ხედავ როგორც ლიდერს საერთოდ ამ ფრთის ვიდრე მოსაყდრეშიოს იმიტომ რომ მას ის უფრო აქტიურია ყველა მიმართულებით და აი წარმოვიდგინოთ რომ რაღაცა სააკაშვილის ხელისუფლების დროს შემოსულიყო ამხელა არაბული ინვესტიცია 200 ჰექტარ მიწაზე რომელსაც განაგებდა საპატრიარქო მანამდე სადაც თქვენ როგორც თქვით დახვრეტილი ამ მღვდლები კომუნისტების დროს ანუ არის წმინდა ადგილი ფაქტობრივად ეს ადგილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო შემეცნება ამ მიმართულებით როდის რა პირობებში დაიხვრიტნენ ეს მღვდლები და რის გამო და სადაც მონასტრის აშენება უნდოდა პატრიარქს რომელიც არის ფაქტობრივად არა მარტო საპატრიარქოს იყო საპატრიარქოს კუთვნილება არამედ რაღაც აი მის გამო საკრალური მნიშვნელობის იმიტომ რომ იქ არის დახვრეტილი მღვდლები ხო აი რა რეაქცია ექნებოდათ მე მაგალითად თვალნათლებ წარმომიდგენია რა რეაქცია შეიძლებოდა ქონოდა ამაზე საპატრიარქოს თვითონ რო არ იყოს ანუ ჯაღმაიძე თვითონ რო არ იყოს ჩართული ამ პროექტში ხოლმე ხა ჯაღმაიძე და ეს ჯგუფი რომ საქართველოს არ ემსახურება ფაქტია აი რამდენი რამე ხა ეს მოვლენები როგორ პროპაგანდას რას არიტყოდნენ რომ რაღაცა ჩვენ წმინდა ძვლებზე აშენებენ არაბულ ქალაქებს აი მაშინ აი წარმოუდგენელი შეტევა იქნებოდა ანუ თელ ქვეყანას გამოიყვანდნენ გარეთ კი მემდროს იტყოდნენ კი და თან ტაძარიც ნახევარზე მეტი აშენებული იყო ჩვენ უშრომობდით ფიზიკურად ბერები ჩვენი მონასტრის სტუმრები და ესეთი და პატრიარქი გახარებული იყო ისე უხაროდა რომ პატრიარქთან მამაოს ჰქონდა მაშინ ძალიან ხშირი ურთიერთობა უწმინდესი თითქმის მაშინ სამების ტაძრის მშენებლობა რომ იყო თითქმის ყოველდღე ამოდიოდა ყოველდღე და აი სულ კითხულობდა აბა რა ხდება ტყეპარკში როგორ მიდის იქ ტაძრის მშენებლობა როგორ არიან იქ ბერები და რაღაცა და ეს ესეთი დიდი ინტერესი იყო უწმინდესის ტყეპარკის მიმართებაში და ნუ დღეს ამათ საერთოდ ტყეპარკი არ აინტერესებს ტყეპარკია საქართველოს არ აინტერესებს და მე ის უკვე მეუფეშიოს თუ მე რუსეთე რატო უწოდე და ეხა ფაქტები აგერ არის და რა ვიცი გამოვიდეს თქვას რომ და დაგმოს ეს ბოროტი რუსეთი ამხილოს ეს ხელისუფლება თქვას ამ ტყეპარკზე რას აკეთებთ ეს წმინდა ადგილი ანუ გუში მე დავწერე და ვთქვი ამათვის წმინდა არაფერი არ დარჩა აი მეუფე შიოსთვის ბოტკოველი ჯაღმაიძე ამ ჯგუფისთვის წმინდა არაფერი არ დარჩა
თუ ეს ჯგუფი საპატრიარქოში დარჩება იმ სახით, რა სახითაც დღეს არის, ესენი დაღუპავენ ეკლესიას. და ერთი ისტორიაც მინდა გავიხსენო, სამღვდელოებას მინდა მივმართო, რომ 1905 წელს, როდესაც ეგზარქოსი მართავდა საქართველოს ეკლესიას, მაშინ 4-ზე მეტი მღვდელი შეიკრიბა, თან რეგიონებიდან რომ მოდიოდნენ, გაიგო ეს უშიშროება, რომ მიემართათ პეტიციით რუსეთის იმპერატორისთვის, ანუ ავტოკეფალიის მოთხოვნით. და რეგიონებიდან რომ მოდიოდნენ, უშიშროებამ გააფრთხილა მაშინ პოლიცია, რომ მღვდელი, რომელიც ამოვიდოდა, ანუ სადგურთან მოვიდოდა სამღვდელო ფორმით, არა ეშვათ მატარებელში, რა ჩამოსულიყვნენ თბილისში და მღვდლებმა გაიხადესო სამოსი, ჯვრები მოიხსნეს და როგორც ერისკაცები ისე შევიდნენ მატარებელში, მერე ჩამოდიან თბილისში, ისევ შეიმოსეს სამღვდელო შესამოსლით და წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შეიკრიბა ეს 4-ზე მეტი მღვდელი და ხატებით, ჯვრებით მიემართებიან ეგზარქოსის იმ საპატრიარქოს სახლში, სადაც ის ცხოვრობდა ავტოკეფალიის მოთხოვნით და მან აცემინა მთელი ეს სამღვდელოება ჯარისკაცებს და ასისხლიანეს ქუჩაში. შემდეგ ამაზე ილია ჭავჭავაძე მიდის პეტერბურგში და მთელი ამბები ატეხა ეს როგორ. ანუ რისი თქმა მინდა, 1905 წელს 4-ზე მეტი მღვდელი საქართველოს ავტოკეფალიისთვის იბრძოდა. საქართველოსთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ეხლა თუ ამას ვერ ხედავს დღევანდელი სამღვდელოება, რომ დღეს ეს ქვეყანა ამ ხელისუფლებას რუსეთში მიყავს და ესეთი დიდი დუმილია, მე ყველაზე არ ვამბობ, ამაზე ხშირად ამბობენ ჩვენზე, რომ თქო ყველაზე ამბობ, ყველაზე არ ვამბობ, მე ვამბობ სამღვდელოების იმ ნაწილზე, რომელსაც ერთი სიტყვას კი არ უთქვამს, რომ რაშვებით ქუჩაში ხალხს როგორცემთ. აი უბრალოდ ესე თქვა, აი მე უფე შიოზე ერთი სიტყვა რო ეთქვა, ის კი არა რომ რაღაცა პოლიტიკური მხარე და ძალადობა დაექვა, რომელიც მოვალეობა ყველა სასულიერო პირის. ჩვეულებრივად ნებისმიერი მე რო ქუჩაში მივდიოდი და რო დავინახე ხა მუსულმანზე, ხო, აი არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხო, არის ისლამის მიმდევარი. ისეთი ადამიანი რო დავინახო, რომ მას ქრისტიანის სცემდეს, მე ამ ძალადობას დავგმობ. არ შეიძლება და რა შუაში აქვს ვინ არის და მაშინ როცა რა ვიცი, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მრევლი დგას რუსთაველზეც და ერთი კიდე მთავარი რამე, რომ პატრიარქი ყოველთვის საქართველოში რაღაც მიმდინარე პროცესები, ძიმე პროცესებში ჩართული იყო. თუ რამე იყო დაპირისპირება ამ პარტიათა შორის, რაღაც ხელისუფლებასა და ხალხს შორის, იწვევდა ადამიანებს საპატრიარქოში, მათთან ერთად საუბრობდა, ეძებდა გამოსავალ გზებს, ურჩევდა ესე გავაკეთოთ, ჯობია მოდი ესე მოვიფიქროთ. ანუ ჩართული იყო და მეუფეშიო დუმს. მეუფეშიო საქართველოში რა ხდება? გეგონება რომ სადღაც სხვა პლანეტაზე ცხოვრობს კაცი და ქვეყანა იქცევა, ქუჩებში ახალგაზრდებს ასისხლიანებენ, აზაბებოს იჭერენ და ადამიანი გამოდის ამბიონზე და დგება და ამბობს რაღაც განყენებულ თემებზე საუბრობს და მოწამეები და სიყვარული ის არის რომ მოწამეებს როცა აგერ წინ ათასობით ახალგაზრდებს ქუჩაში აწამებენ, ამ ადამიანებზე იზრუნე და გუშინ წინ ხო 100,000 მოწამეს იმაზე ხიძე პარაკლისი რო გადაიხადეს. პარაკლისი გადაიხადე არა, გასულიყო რუსთაველზე და დაეგმო როცა ესე აწამებენ ახალგაზრდებს და ეს იყო ყველაზე დიდი პარაკლისი. მაგრამ ნუ ამაზე სრული დუმილია. ისევ დაუბრუნდეთ ამ არაბულ ინვესტიციებს Eagle Hills და მოგვიყევი ყველაფერი, ანუ ეს მაინც კიდევ ერთხელ ჩვენმა მაყურებელმა მსმენელმა რომ გაიგოს რა ტიპის ინვესტიციასთან გვაქვს საქმე, რა კომპანიასთან გვაქვს საქმე, რა ვიცით მის შესახებ და როდიდან იწყება მათთან მოლაპარაკებები და რატომ გადაწყვიტა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ეს ძალიან არა მარტო კრწანისის ტყეპარკი, არამედ გონიოს უნიკალური ტერიტორიებიც მათთვის გადაეცა და ყველა საფრთხეზე ვილაპარაკოთ და მე უკვე ზუკად როგორ ხედავს ახალგაზრდა პოლიტიკოსები ამ პროცესს როგორ უყურებენ. კი ბატონო, დიდი მადლობა მომავალს. ძალიან კარგი შესაძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიის გახსენებისთვის. რაც შეეხება სანამ დავიწყოთ საუბარს, ჩემი მხრიდან ესეთი ერთგვარი დისკლეიმერი რომ გავაკეთოთ. ვისაუბროთ ეკონომიკურ, ფინანსურ და ბიზნესურ პარამეტრებზე. აქედან გამომდინარე ინვესტიცია, როგორც ასეთი არის ძალიან კარგი მოვლენა. ინვესტიციას, ანუ ინვესტიციის კარგია იმ შემთხვევაში, როცა ის ემსახურება გრძელვადიან საქმიანობას. კი ბატონო, ეს არის ნამდვილი ინვესტიცია. ინვესტიცია და ამას ასევე ქვია
გონიერი ფულიც, ანუ ასე ვთქვათ smart money. გონიერი ფული და ინვესტიცია, იმიტომ არის ერთად კარგი, რომ მაგალითისთვის რომ მოვასკათ, ხო, ჩვენ ყველას გვახსოვს დამწვარი სასტუმრო თბილისი რუსთაველის მოედანზე, რომელიც ახლა თბილისი მერიოტია, ხო, რომელიც აღდგა აი ასეთი ინვესტიციით, აღდგა ქართული და ამერიკული ჯგუფის მხრიდან, ქართული ჯგუფი ისედაც ანალოგიც იყო, თუმცა წვდომა არ ქონდათ ამ ხელა რესურსზე იყო ოპიკი, ესეთი overseas financing კომპანია, რომელიც იყო ახლა უკვე deep state-ად შერაცხული ქვეყნებიდან წამოსული, რომლებმაც მოიტანეს ასევე თანხები, რომლებმაც გადაამზადეს ძალიან მნიშვნელოვნად ის ადამიანებიც, ვისაც უნდა ემართა ეს საერთაშორისო ბრენდი, ასევე დაეხმარენ გადაემზადებიათ ის ენტერპრენერები, ვინც წარმოადგენდა ქართულ მხარეს. და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე აი ამ ბნელი 90-იანების შემდეგ, რომ ერთ-ერთი დიდი ისტორიული შენობის აღდგენა მოხდა და განვითარება მოხდა აი ამ ფინანსური ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი მძლავრი მოთამაშე სტუმართ მასპინძლობის დარგში. ჩვენ ვიცით, დიდი პორტფელი აქვს ამ GMT ჯგუფს, ასე შემდეგ, რომლებმაც ეს ისწავლეს ამ ინვესტიციის უკუგება, როგორც მათ პირად მათ პორტფოლიოზე, ასევე არის ქალაქ თბილისზეც და საქართველოსაც, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შექმნა ჭყალებში სამჭედლო სტუმართ მასპინძლობის თანამედროვე სტანდარტების. ეს არის ხო, ეს არის ძალიან მარტივი პრიმიტიული მაგალითი, რომელსაც აქვს უკვე შედეგები, ძელვადიანი შედეგები ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. უშუალოდ ინვესტორი და მისი ადგილობრივი პარტნიორი უნდა მიიღონ, რა თქმა უნდა, სარგებელი და სარგო და ძელეცობიდან უნდა გადავიდნენ ბიზნესმენზე, ან ენტერპრენერზე და ისეთი მეწო ჩამოყალიბდნენ, მაგალითად ადრეც აქვს ნათქვამი, აი ზუბალაშვილად, სარაჯიშვილად, რა ვიცი, ჭავჭავაძეთ, ციციშვილად და არამიანსაც და ასე შემდეგ. ხო, ყველას აქვს. ეს არის ადამიანური არჩევანი. ჩვენ გვინდა რომ დავიბადებით, გავიზრდებით, თბილად ვიყოთ, გემრიელი საკვები მივიღოთ და რაღაც ლამაზად გამოვიყოთ, ამისთვის შრომობთ. ან სხვა გზას ვირჩევთ, ხო, რაღაც კერპებს დიდებას და შეძრომას, მაგრამ მაგა ცოტა მოკლევადიანი ეფექტები აქვს და მალე ხდება ხოლმე ფეხის აცურება, რა მაგრამ. და ეგ არის ასევე პირველი ემცნების დარღვევა, თუ გინდა იყავის სარწმუნოებაში, გინდა არა, ნუ მაინც გარყვა. ამიტომ მე მინდა თქვა, რომ ინვესტიცია არის ძალიან კარგი. მაგრამ ჩვენ რაზე ვცხოვრობთ ახლა Eagle Hills-ის ამ კონკრეტულ უძრავი ქონების პროექტზე, მე ამას არ ჩავთვლიდი ინვესტიციად, ვერ უწოდებდი ამას ინვესტიციას, იმიტომ რომ ეს არის ერთი კონკრეტული უძრავი ქონების პროექტი. ანუ real estate development-ის პროექტი, რომელიც თავის მხრივ ძალიან კარგია, აუცილებელი ატრიბუტია ეკონომიკური საქმიანობის, ჩვენს ქვეყანაშიც ეს დარგი საკმაოდ საკმარისზე კარგად არის განვითარებული, რაც არ გვაკლია, ეგ არის დეველოპმენტის და მე გეტყვით ჩემს პირად მაგალითს 2005-6 წლებში სადამეს წავდებოდა ეს დიდი კრიზისი, მაშინ Societe Generale იყო საქართველოში და ქართულ ბანკთან ერთად, იქ რაღაც კორპორატიული სამსახურის პროცესი ვიყავი და როცა განაცხადები მუშავდებოდა, უძრავი ქონების ბუმი იყო მაშინაც და ძალიან რეზისტენციული იყო ფრანგული მენეჯმენტი. ამ მხრიდან რომ მე მიწევდა რაღაც პარიზში ჩასვლა და იქაურ კომიტეტზე ჭიდაობა, რომ აუ ჩვენთვის ეს საჭიროა და რატომღაც გამოუცდელობის გამო და ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო არ მინდოდა მიმეღო მათი გაკვეთილები, რომელიც მათ გასული 100 წლის განმავლობაში სამი კრიზისი ჰქონდათ გადატანილი მინიმუმ 2008 წლის მსოფლიო კრიზისი რაზე იდგა ძირითადად. წინა პერიოდი იყო. ეს იმიტომ რომ ჩვენ ეს გამოცდილება ჩვენი თვალით ნანახი რომ არ ჰქონდა, არ გვინდა დაგვინდა ჩვენ ეს არ მოგვივა ამბიცია იყო და აი ეხლა კონკრეტულად რა რომ დაუბრუნდეთ Eagle Hills და ამ პროექტს. ეხლა ანუ აქ რა ხდება? მიწა 200 ჰექტარი თბილისში და ამდენივე გონიოში. ანუ ამისი გაყიდვა კი არ მოხდა. კი, და მაკეთ მიყავდა იქ თუ შეიძლება. ანუ ხო ეს რო ანუ ესე იგი ამ მიწას ეს არაბული კომპანია ჩვენ მიწას ჩადებს რომელიღაც ბანკში, სადღაც არაბეთში თუ მე არაბეთში რა ემირატებში თუ ნებისმიერ არ ვიცით ესა. ჩვენ არ ვიცით ეს კომპანია არაბულია თუ მასულია თუ ამაზე კიდე ცოტა პრობლემაა. კი, ამაზეც ვილაპარაკოთ, ოღონდ. ანუ ეხლა ჩემთვისაც ეს არის, რომ ჩვენ ვიღაც რაღაც არაბული კომპანია დებს ჩვენ მიწას, რომელიც მიიღო ლარად თუ საერთოდ უსასყიდო, ანუ ლარად დებს ბანკში, აიღებს კრედიტს
და იწყებს შენებლობას. დიდი ალბათობით. ხო წარმოგიდგენთ, ვიღაცა ტიპი ჩემ მიწას იღებს, დებს სადღაც ბანკში სხვაგან კრედიტს იღებს და ამით იწყებს მშენებლობას. რა არის ეს? ეს არ არის ინვესტიცია. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ გამოცდილებით ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უძრავი ქონების ეს დარგი, რომელიც ახლა საქართველოში რა სახითაც არის, უკვე რაღაცა კრიტიკულ ზღვარზეა მისული და არსებულ საკითხებში, არსებული სახით არის მეტი დაფიქრება საჭირო, რომ მართოთ ეს პროცესი. ჩვენ ვაკვირდებით ამ კერძო კომპანიის, რომელიც არ ვიცით მუჰამედ ალაბარი, მუჰამედ ალაბარი იძებნება, იგუგლება, როგორც ამ იგუგლება თუ იძებნება? არა, ხო, ორივე ერთი და იგივე სიტყვა, მუჰამედ ალაბარი იძებნება. არა, ვონთი დარიც თუ კი, იძებნება ნაწილში მისი სახელი ასევე ფიგურირებს პანამის გაჟღერებულ საბუთებში და რამოდენიმე ეგეწოდებულ შელ კომპანიასთან და ძალიან ბევრ გადახლართულ ნაწილთან. ხო, მოკლედ მისი რეპუტაცია არის ძალიან არ არის და მისი რეპუტაცია ისეთი სახით იგუგლება, როცა პასუხისგებლიანი ნებისმიერი სახელმწიფოს ჩინოვნიკი თუ მოღვაწე მასთან სურათის გადაღებამდე დაფიქრდებოდა. არა და ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი წელში მოხრილი ლამის ხელზე რო ეამბორებოდა ამ კაცს. ის უარს ამბობს ყველასთან შეხვედრაზე, ამერიკის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული ევროპელი მაღალჩინოსები სამაგიეროდ ამ კაცს ხელები დაუკოცნა. რატო? ახსნა ამის რატო? რა ინტერესი? სად იკვეთება ივანიშვილის რეჟიმის და ამ კაცის ინტერესები? მოდი ამიყვოთ ამ თემას ზუსტად საერთოდ მივიდივართ. აქედან გამომდინარე, წინა შესავალიათომაც გავაკეთე, რომ შენ უძრავი ქონების პროექტით რომ მიდიხარ და გინდა გაყიდო, გინდა ეს ბიზნესი არის, დაფუძნებული როგორც ყველა სხვა ბიზნესი, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის ნდობაზე. შენ გინდა შექმნა ნდობა. პირველ რიგში რას აკეთებ, ხო, მოყავს ვიღაცა ცნობილი, საზოგადოების ცნობილი სახე და მოყავს რეპუტაციული პარტნიორი. ამ შემთხვევაში პარტნიორი გახდა თავად სახელმწიფო. თავად სახელმწიფო გახდა უძრავი ქონების დეველოპერი, სახელმწიფო შევიდა ბიზნესში, გახდა რიგითი ენტერპრენერი, გვინდა არ გვინდა, ყველა გადასახადის გადამხდელი, ამ გადახდელი გადასახადის მიმღები ბენეფიციარი, მათ შორის ეკლესიაც, მათ შორის შიშიმოპირებიც, მათ შორის პენსიონერებიც და ასე შემდეგ, გახდნენ ამ joint venture-ის მეწილეები. ამიტომ პირველ რიგში ის გასაიდუმლოება ამ ვითომ კომერციული იმითი სრულიად მიუღებელია. მეორე თემა ის არის, რომ კომერციული საიდუმლოების უძრავი ქონების ბიზნესი არ წარმოადგენს კომერციული საიდუმლოების გრიფით ქვეშ მიმავალ მიმართულებას, იმიტომ რომ თუ რაღაცა შიგნით რამე გასაიდუმლოებული ტექნოლოგიური გარღვევის გამოყენებაზეა იქ საუბარი, ესეც არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს არის უნდა იყოს ცხადი, იმიტომ მე რომ ყიდულობ მე ექსპერიმენტული ნაგები კარკაში არ უნდა შევიდე, იმიტომ რომ ექსპერიმენტი ნიშნავს ჯერ ის არ არის გადასული რაღაც მასიურ წარმოებაზე. ამიტომ ეს თემა სახელმწიფო მოდი რეჟიმის მართული კი ის თავისთავად უძახიან ვიღაცებს თავისთავად ახლა მინისტრებს და ვიღაცებს წარმოუდგენელია ის ამ კომპეტენციის ხალხი ვიცი რომ მე ამათ უწოდებ მე რა მეცნიერება უწოდებს ქაქისტოკრატიას ასეთი ტიპის მართლობას და კლასიკური მაგალითია ქაქისტოკრატიის ასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით და ეს ქაქისტოკრატები ან როცა უარესები მართავენ სახელმწიფოს არის ხელში აქვს ჩაგდებული სამხელა რესურსი და იქნებენ აქეთ იქით ზუკა რო არ დაგვეჩეკროს მე დაუბრუნდა მაინტერესებს ვიცი რომ ამ მოძრაობას აქვს ახალგაზრდულ მოძრაობას აქვს ამაზე თავის პოზიცია ხო მოდი ზუკა გაგვაცანით თქვენი პოზიცია რა არის და სად ხედავთ ყველაზე დიდ საფრთხეებს ამ პროექტში აი როგორც ახლა ამდენი ხანია ვსაუბრობთ და ვხედავთ რომ აი რამდენი სხვადასხვა გზიდან შეიძლება ამ თემაზე საუბარი და რამდენ პრობლემას ვაწყდებით ამ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაც შეეხება ჩვენ პოზიციას ჩვენ მაინც ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავთ ასე ვთქვათ ქართველების ჩანაცვლების კუთხით რასაც დემოგრაფიულ პრობლემას უფრო მეტად ანუ ქართველების ჩანაცვლებას
ავხსნათ კარგად ეს რამდენად ასე ვთქვათ რეალისტურია. ანუ პირველ რიგში ამიტომ ვიძახი რომ ქართველების ჩანაცვლება მარტივად გასაგები არის ყველასთვის და პირდაპირ ეს ამ პროცესის წინაშე ვართ. ანუ რო ავიღოთ მონაცემი 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე, ასე ვთქვათ, შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ჩვენ ვართ მინუსში, ოღონდ ძალიან სერიოზულ მინუსში. ანუ ჩვენ ხელა სახელმწიფოსთვის დაახლოებით 50,000-იანი მინუსი, ეს ნიშნავს, რომ არის ასე ვთქვათ კატასტროფული მდგომარეობა. ამასთან ერთად ვიცით რომ მილიონამდე ქართველი გასულია ქვეყნიდან ემიგრაციაში, ხო? ანუ რეალურად საქართველოში სამუშაო ძალა და ის რაღაცა ეკონომიკის მამოძრავებელი დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია და ამასთან ერთად მაინც ვართ ამ ძალიან დიდი უმუშევრობის და ეკონომიკური პრობლემის წინაშე, ხო? სხვათა შორის ეს ისეთი პარადოქსია, რომ მე შეგვიძლია ავხსნი ლაპარაკი. ამასთან ერთად, როდესაც ამ ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, ვიცით რომ 30,000 ადამიანი მუშახელი, ასე ვთქვათ, უნდა შემოვიდეს სავარაუდოდ ან ინდოეთიდან, ან ჩინეთიდან, საიდანაც ყველაზე იაფი მუშახელი მოდის. რაზეც იძახიან, რომ კომპანია იძახის, რომ ეს არ მოხდება, თუმცა კომპანიას ვერ ვენდობთ და ვიცით რომ როდესაც მსგავს პროექტზე და მსგავს კომპანიაზეა საუბარი, მაქსიმალურად თანხების მინიმალური დანახარჯის დიობენ მსგავს პროექტის განხორციელებას. ანუ ისედაც სადაც 256,000 ადამიანი უცხოელი ცხოვრობს, ანუ 10% საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი მონაცემით არის უცხოელი, კიდევ 1%, ანუ 30,000 ემატება. ამ პროექტით ჩდება სამუშაო ძალა, მაგრამ არა და სამუშაო ადგილები, მაგრამ არა ქართველებისთვის, ანუ ამ სამუშაო ადგილებსაც მიითვისებენ უცხოელები და ამასთან ერთად ის ფაქტი რომ ვთქვათ არაბული ინვესტიცია შემოდის ისევ და აქამდე მოდი გადავხედოთ ამ სიტუაციას, ხო? NVIDIA-ს ინვესტიციის ვარიანტი იყო, რომელიც არ შემოვიდა საქართველოში. ევროკავშირიდან შეომავალ ნებისმიერ ინვესტიციაზე და გრანტზე NVIDIA-ზე რას ვლაპარაკობთ, უზარმაზარ ტექნოლოგიურ კომპანიაზე, აწარმოებს მიკროჩიპებს ზუსტად, რომელიც მათ გახსნა თავისი წარმომადგენლობა სომხეთში, როცა მანამდე საქართველოში გახსნიდა და უზარმაზარი ინვესტიცია დავკარგეთ. აი უზარმაზარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ალბათ რაც შეიძლება და ყოფილიყო, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის ბმაში და ქვეყნის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. კი, მით უმეტეს ეს მიკროჩიპების თემა როგორი აქტუალურია ბოლო პერიოდში, იმასაც ვხედავთ, ხო, ანუ ტრამპი სადაც ჩადის, ყველგან ამ იშვიათ მინერალებს ეძებს, რომელიც ამ მიკროჩიპების წარმოებისთვის არის აუცილებელი და ამასთან ერთად ჩვენ გვქონდა რესურსი, რადგან გვაქვს ელექტროენერგიის წარმოების საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, რესურსი, ასე. ანუ ჰესების ჰიდროელექტროსადგურები, ჰესები გვაქვს ძალიან ანუ ხო რეალურად არ იყო ის NVIDIA-ს ინვესტიცია ამ ხელაც Eagle Hills-ი არის, მაგრამ ამასთანავე ეს რა ინვესტიცია მე ვერ ხვდები, ოღონდ მართლა და როცა მიწას დებს კომპანია რომ იმას ხას გამოიტანოს კრედიტი, ჩემ მიწას დებს. მე არ ვიცი ეს რა ტიპის ინვესტიცია. როგორც წერან საუბარი იყო, ხო სახელმწიფო თანაინვესტორი არის, ვიდრე იღებს ინვესტიციას ამ შემთხვევაში. ხო და მანდი ესე ვთქვათ რა, დაცულობის კუთხით ამერიკული და ამხელა კომპანიის ინვესტიცია მე მგონი ბევრად უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს გადმოსახედიდან, ვიდრე რაღაცა არაბული ამოუცნობი Eagle Hills-ის, რომელზეც ხო როგორც ვახსენეთ, არ ვიცით არის იმ ჯგუფის შვილობილი როგორც იმედია ამას თუ არ არის და რეალურად შეიძლება ვენდო თუ არა ამ ხალხს და ასე შემდეგ, ხო? კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რასაც ვხედავთ, ანუ აი წარმოვიდგინოთ ახლა სიტუაცია, სადაც ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული, ითხოვს NGO არასამთავრობო სექტორიდან გამჭირვალობას, ხო? ანუ ეს არის ცალკე სფერო, რომელიც იღებს რაღაც გარკვეულ დაფინანსებას და ახორციელებს საკუთარ საქმიანობას. ანუ კიდევ ერთხელ რო ბოდიში, მაგრამ აი აქცენტირები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, აგენტების კანონი მიღებული იყო ამ იმით რომ გამჭვირვალობა რატო არ გინდათ? ყველა ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს, მას აქვს სრულიად გამჭვირვალე ბიუჯეტი, წარმოუდგენლად გამჭვირვალე ბიუჯეტი და ყველაფერი შეგიძლია მოიძიო. და ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ აქ ხო იმაზეა, რომ მათი რიტორიკა რა იყო, რომ ვითხოვთ გამჭვირვალობას კი, მაგას ვამბობ, რომ და ანუ რეალურად, როდესაც სახელმწიფოს ანუ ხალხის გადასახადების გადამხდელების ჩვენს მიწაზეა საუბარი, იქ რაღაც ამოუცნობ არაბულ კომპანიასთან დებენ ხელშეკრულებას და ამას ასაიდუმლოებენ. ანუ სად გაქრა ეს გამჭირვალობის მოთხოვნა ქართულ ოცნებაში რეალურად, ხო? ანუ ესეც გვანახებს იმას, რომ ჩვენც ახლა არაერთხელ გვიხსენებია პოლიტიკაში, როდესაც არის ნებისმიერი პარტია, მათ შორის ოპოზიციური თუ ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და საკუთარი სიტყვის ფასი. როდესაც ერთ რაღაცას იძახი, არ შეიძლება რომ მეორე დღეს რადიკალურად შეცვალო შენი რიტორიკა და რადიკალურად განსხვავებულ რაღაც იძახდე და ანუ ქართული ოცნება უკვე მერამდენად აკეთებს ამას. და ხო, ანუ ეხლა
ჩვენი მიზანი რა არის, რომ რეალურად თუნდაც ამ კონსერვატიულად გაწყობილ საზოგადოებას ხო დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება მათ ეუბნება, თუნდაც ამ ინვესტიციის გარშემო არის ერთი დიდი ტყუილი, რომელთაც ხეირობს სავარაუდოდ ბიზინა ივანიშვილი, სავარაუდოდ რამდენიმე პატარა ოლიგარქი, თუმცა ვერ იხეირებს ქართული ხალხი. იმ შემთხვევაში თუ იხეირებს ქართული ხალხი და ეს ინვესტიცია ეგრეთ წოდებული კიდევ ერთხელ იქნება ის, რაც ჩვენ ეკონომიკას შეგვიძლია დავუძახოთ ინვესტიციის მაგალითად, რადგან არ არის ინვესტიცია. ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტი. დეველოპერული პროექტია უძრავი გაუმჭვირვალე არა, ანუ ინვესტიციასაც უნდა დავარქვათ, რადგან არ არის ინვესტიცია. ინვესტიცია კარგი რამეა და კიდე ერთხელ აქაც მე ნიკაცსაც შეუძლია ამის გავრცელება. ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რატო არის მნიშვნელოვანი რომელი ქვეყნიდან მოდის ინვესტიცია, ხო? იმიტომ რომ ამას მოყვება იქ შრომის კულტურა, უფლებების დაცვა, ანუ მათ შორის მშრომელების ინფრასტრუქტურა, როგორ ხარისხზე პასუხისგებლობა, ხარისხის კონტროლი. ანუ როდესაც დასავლური ინვესტიცია შემოდის, ამას მოყვება მთელი რიგი სიკეთეები, რომელიც ამ ქვეყანაზე კარგად აისახება. ანუ კონტროლი როგორ აკეთებს ის მაგალითად მშენებლობას, თუ გზის მშენებლობას, გარდა ამისა, იმას ასევე მოსდევს წინაპირობები, რომ მაგალითად გზის დიდი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ისე უნდა მოხდეს, რომ ადგილობრივ მეწარმეებს კონდეთ თავიანთი ნაწარმის გაყიდვის საშუალება გზებზე, იმიტომ რომ ის ზრუნავს ამ ქვეყნის მოსახლეობაზე. ანუ აქ არის მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილება აისახება უკიდურესად პოზიტიურად ჩვენზე და იქ დასაქმებულ ადამიანებზე. კი და ასევე სტრატეგიული ანუ ამიტომ ინვესტიციას აქვს მნიშვნელობა ის საიდან მოდის, სწორედ აქედან გამომდინარე. მაგის თქმას უნდა სტრატეგიული ინტერესი ხო, მაგალითად, როდესაც ამერიკული კომპანია არის შემოსული, შენ ბევრად უფრო დაცული ხარ, იმიტომ რომ იქ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესთან იკვეთება შენი უსაფრთხოება, ასე ვთქვათ, რომ იმ კომპანიამ შვიდ გარემოში მოახდინოს თავისი და ხო კიდე ის თქვა მინდოდა რომ როგორც ეს Eagle Hills-ის დირექტორი აცხადებს ამ დეველოპერული პროექტის 60-70% გათვლილია უცხოელ ასე ვთქვათ მყიდველს. ანუ რეალურად ახლა რო შევხედოთ 6 მილიარდი ინვესტიცია იდება, იძახიან რომ დაახლოებით მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის რაღაც სტრუქტურა და შენობები აშენდება. საბოლოოდ გამოდის რომ ანუ როგორ ხდება, ხო? მე უკვე როდესაც გაიყიდება ეს მიწები, დგება ამხანაგობა და ეს ამხანაგობა თანაბრად ინაწილებს იმ მიწას, რომელზეც ეს შენობა არის აშენებული. ანუ ჩვენ რომ ვიძახით რომ არაბებზე ყიდით ამას და არაბების მფლობელობაში გადადის, ეს არ არის დროებითი, ეს არის განგრძობითი. იმიტომ რომ თუ შემოვა არაბი და ჩვენს მიწაზე იყიდის, ჩვენს ტერიტორიაზე იყიდის სახლს, მithumetes კიდე ცხოვრების უფლების კანონი შემოდის, თუ 140,000 დოლარს აღემატება, უკვე ცხოვრების უფლება აქვს იმ ადამიანს და კიდე ვიზა ლიბერალიზაციის ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატურობას ხო კიდე შეიძლება უფრო დიდი პრობლემა გაუჩნდეს, იმიტომ რომ აქედან მე იქ მოხვედრა ბევრად უფრო მარტივია საქართველოსთან, მithumetes თუ მოქალაქეობა მიიღეს, რაც ცხოვრების უფლებიდან ბევრად უფრო მარტივია. ხო და რეალურად თუ შემოვიდა არაბი მყიდველი და ეს რაღაცა კორპუსში თუ სასტუმროში თუ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფართობი რაღაცა სახლი თუ რაღაც სასტუმროს ნომერი შეიძინა, ჩავთვალოთ რომ ის მიწა, რაზეც არის ეს პროექტი განთავსებული, გადადის უმეტესად, ანუ 60-70% არაბების მფლობელობაში. ანუ რეალურად ჩვენ ამ მიწაზე დიდწილად ქართული საქართველოს მოსახლეობა კარგავს კონტროლს და განკარგავს უკვე არაქართველი, ხო? ანუ ამდენი მხრიდან შეიძლება შევხედოთ, რატომ არის სახიფათო ეს ჩვენთვის. და ხო, ანუ საბოლოოდ იქამდე უნდა მივიდეთ, რომ მე ვფიქრობ, აქამდე იყო ძალიან ბევრი რაღაცაზე პროტესტი, ხო? ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ თემაზეც განვაგრძოთ და 3 დეკემბერს გვექნება Eagle Hills-ის ოფისთან შეკრება. რუსთაველს, ხო. კინო რუსთაველის წინ, ყოფილი კინო რუსთაველში არის ახლა ამ რაცა გაურკვეველი კომპანიის ოფისი. ხო, მამა ილიასთანაც მექნება ბოლო კითხვა, აი თქვენი თქვათ მრევლის რა ძირითადად რაზე სვამს აქცენტს, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობს, იმიტომ რომ ახლა ეს არის ის თემა, რომელმაც რაცა ყველა ფენა და ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მოიცვა მარტო ეს რაღაცა უცნობი და ხაინდრავა ცდილობენ ამის უკიდურესად სასაცილოდ ამის ასე ვთქვათ გამართლებას ისეთი სასაცილო
არგუმენტებით თან ახლა უცნობი რომ თეოლოგიას ეჭიდება, რაც მისი ძლიერი ადგილი ნამდვილი, ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. რა შუაშია არაბიზაცია? კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. ქრისტიანობაში საერთოდ ნაციონალობა არ არსებობს ქრისტეში. ქრისტეს არასდროს არ უხსენებია არც ებრაელი, არც რომაელი, არც არ არის. საქართველო და ქართველი მაგრამ არაბი ქრისტიანები ჩამოყავსო ნამეტანი იქნება რო თქვა ხოცები. რატო არაბი ქრისტიანი იყო აბუთფილელი რა. ჩამოვიდა და არაბი და შეეწირა აბუთფილელები არ ჩამოყავსო. ლაშუაშია შეიძლება ის აბოზე უკეთესი გახდეს, კაცო შენ რა იცი რა. არა მე სხვა რაღაცა გავაძლიერებ. ერთი წამით მომისფიდე რა. საერთოდ 40,000 ოჯახი ყივჩაღი ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა. მაგათ ხორბაძავენ ხოცები. ეს აიმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა ქართველობას წაგვართმევდა. ქართველობა, მაგითო ვიძახი, საქართველო და ქართველობა არის სულიერი მდგომარეობა. გესმის? არ ვიცი როგორ უნდა არაბებთან აკავშირში იყო ეგა? არაბებთან იმ კავშირში იყო რომ ნაციონალობა რა შუაში არის, ნაციონალობა დაყოფილი არაბიზაცია და არაბი ნაციონალობა რა შუაშია თუ კაცი გულში ღმერთს ატარებს. მაგითო ახსენებ, მაგითო ატარებენ არაბები რო ჩამოვლენ? რა? ქრისტეს ატარებენ გულით არაბები რო ჩამოვლენ? შეიძლება ზოგადად ატაროს კიდევ, შენ რა იცი ვინას ატარებს? არა აქ ახლა ხო ინტერესებზე რო გავამახვილოთ ყურადღება. მე აქ ორ დიდ პრობლემას ვხედავ. ერთი რატო არის საინტერესო რეჟიმისთვის ეს პროექტი? მე არ დავარქვევ ამას ინვესტიციას. აქვე უნდა განვიხილოთ ვის ეკუთვნის საქართველოში ცემენტის წარმოება და არმატურის წარმოება. ეს მთლიანად მონოპოლიზებულია ივანიშვილის მხრიდან და იმედის პროპაგანდისტული არხის იმედის მფლობელის რუხაძის მხრიდან. ამიტომ აქ არის უდიდესი დაინტერესება ივანიშვილის პირადად და რასაკვირველია მასთან დაკავშირებული ადამიანების რომ ეს ანუ გაყიდონ ცემენტი და არმატურა ძალიან მარტივად რო ვთქვა და უზარმაზარი მოგება ნახონ ამ საქმიდან. მეორე აქ კიდე შენ თქვი ნიკა რომ ჯერ კიდევ არ ვიცი თუ ვინ დგას ამ კომპანიის უკან, იმდენად გაუმჭვირვალეა ხელშეკრულება, გაუმჭვირვალეა კომპანია, გაუმჭვირვალეა ყველაფერი, გაუმჭვირვალეა აბსოლუტურად. და აქ ჩდება ძალიან დიდი ეჭვი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ნიკა შურღაია იძახოდა რომ აქ რაც არის დათვლილი 1 კვადრატული $6,000 უნდა ღირდესო. რომელი ხა საქართველოს 6,000 არ მაგ დათვლით რა წარმოგვიდგენს გადაწყვეტინე თვითღირებულება გამოდის $6,000. ანუ ეს არის იდეალური, ეს არ არის ისეთი პროექტი, რომელსაც რაღაც ნორმალური ადამიანი შეწუდება ესეთი შემოსავლით, თუნდაც კარგი შემოსავლით. არა, ნორმალური კი არა, მოაზროვნე გააკეთებდა ასეთ ბიზნესზე თავში განაცხადს. ანუ რაღაცა არის აქ უკან. და ეს რაღაცა არის ფულის გათეთრება. პირველი რაც მოგდის და აი რა სქემებით შეიძლება ეს იყოს. აი ორ საკითხზე რო კი, ამას აი ზუსტად მაკეტკენ მივიდიოდით. პირველ რიგში მივიდეთ იმიდან რომ რა კეთება, ვინკე პირველი დიდი წითელი დროშა, რაზეც ფრიალებს აქ არის სრული არატრანსპარენტულობა. ჩვენ ვიცით ამ ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი, რომელიც თქვით რომ შეუძლიათ მარტივად მოძებნონ. ერთ-ერთმა ამ პროპაგანდონისტმა თუ რა ვინც არიან ძალიან დიდი ამბებით ისაუბრა სატელევიზიო ეთერში რომ ეს კაცი იყო თქვენ იცით რომ ძალიან მდიდარიაო იმაშიო დუბაიში, დუბაი იმათ სახელმწიფო გონიათ და ქვეყანა გონიათ და ეს არის ქალაქი. კი ეს ადამიანი არის მდიდარი, ბატონი მუჰამედი ალაბარი, მისი ანუ არაბული სამყაროდან და ესეთი ძალიან რეპუტაციული არაბული წყაროებიდან გამომდინარე მისი ქონება, ანუ network-ი და ეს არნიშნავს რომ ეს ქონება ქეშად უდევს ჯიბეში 1.9-დან 2.2 მილიარდამდე მერყეობს. რაც ძალიან კარგია, ულოცავთ მას რომ მასაც ამძიმე ბავშვობა ქონდა, რაღაცა 12 შვილიანი თუ 13 შვილიანი ოჯახის წევრია, რაღაც ცხოვრობდა ძალიან ღატა კუბანში, ძალიან მაგარი self-made story, ანუ ამაზე ცალკე შეიძლება ანუ ივანიშვილმა მაგითო იპოვა მაშინ. მაგრამ ამ კონკრეტულ ნაწილში მივხედოთ აი ამ პრაგმატულ თემას. გაცხადებული არის რომ 6.6 მილიარდი იქნება ამ პროექტში დანახარჯი. ეს პროექტი არის ორი დეველოპერული პროექტი, მეტი არაფერი,
და ესე იგი ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ინფორმაცია რო არ აქვს ნიკაც და მეც და სხვაებიც აქედან ვითვლით. ვიცით რომ 8.5 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა ამ ხალხს ორ ნაკვეთში და ამბობენ რომ ამ ორ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს რაღაცა უძრავი ქონება, არ მალავენ სახლები, ვილები და სასტუმროები და ასე შემდეგ. ანუ ჭირდება პროექტირება და აშენება. შესაბამისად ეს ხარჯი 6.6 მილიარდი, რასაც ესენები უნდა დახარჯონ ამაში, გამოდის რომ რასაც ააშენებენ მერე და სივრცეც თვითონვე თქვეს ამდენია, რაც უნდა გასაყიდად გამოიტანონ რაღაც ბინების რაოდენობა და ადამიანების რაოდენობა, ლოგიკურად გამოდის სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ უშვებთ გავაკეთეთ დაშვებას, რომ ეს რო გავყავთ ამაზე, გამოვა ამდენი. ანუ გამოდის ამისი ელემენტარული არითმეტიკული განტოლებიდან $6,000 დანახარჯი 1 კვადრატულ მეტრზე. ანუ თვითღირებულება, ხო? შენებლობას და პროექტირებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ ჩამოიყვანენ თანამშრომლები საჭიროა, თუ გარედან არ ჩამოიყვანენ. ასე შენებენ ასე, რომ $6,000 არის თვითღირებულება კვადრატული. ანუ თუნდაც იქიდან გამომდინარე, ჩვენ რო არ ვიცით ინფორმაცია, ეს არის დაშვებები, ეკავყურე, შეიძლება თვითღირებულება ქონდეს $1,000 ამას, რომ ვიცოდეთ რას აკეთებს. და თქვათ რომ კი ეს ლოგიკურია, ადეკვატურია, ნორმალურია. კი საქართველოში ახლა საშუალოდ შავი კარკასის შენება $300 მაქსიმუმი რომ გაიგლიჯო, მეც ვერ დახარჯავ იმ ბეტონი არმატურა, იმიტომ მონოპოლიური ახლა თქვენ რას თქვით, ბეტონის და ცემენტის წარმოება აბსოლუტურად კონკურენტ გარეშეა, ნელ-ნელა მეთოდურად მოხდა აქედან სხვა მოთამაშეების განდევნა და საბოლოო ჯამში ის რეალური ინვესტორი, ვინც იყო ამ ქვეყანაში რაღაც სოდნა რო ჩამოიტანა, იმ კერძო family owned ორგანიზაცია იყო, კომპანია იყო Heidelberg-ი, ისიც კი გააძევა ივანიშვილმა და სრული მონოპოლისტი გახდა ცემენტის. სახელმწიფოს პოლიტიკა მის გააძევა და ანუ სახელმწიფო მიტაცებული როა, ვინც მართავს ერთი კონკრეტული ტიპი დირიჟორი. ანუ ადრეც ვისაუბრეთ, და შემ თავარი ორკესტრი რო ასრულებს ძალიან მაგარი კომპოზიტორის მიერ დაწერილ ნაწარმოებს არის დირიჟორი. ამ იმაში. მიუხედავად იმისა, რომ იქ ორკესტრში ძალიან ბევრი ადამიანია, უნიკალური, ყველა სუპერ ნიჭიერი თავისი დარგით, მაგრამ მათ ჭირდებათ ერთი დირიჟორი. კონცერტის მიმდინარეობისას თქვენ დირიჟორს ვერ ხედავთ, ხედავთ ზურგიდან, ხო? ან ჩამალულია, რომ დამთავრდება თუ მოგეწონათ ასრულებად, მაშინ გამოდის. თუ არ მოგეწონებათ, ყველა აგინებს და აფუძნებს დირიჟორს და შესაბამისად მისი ის ამიტომ ყველა ინდივიდუალურად მაგარი ტიპია იქ რა. დაახლოებით ახლა გვაქვს ჩვენც ამასთან საქმე. ამიტომ მოდი ვთქვათ, რომ ამ მონაცემებით სუპერ არარეალისტურია, რასაც ამბობენ, მაგრამ ეს ინვესტიცია ბჭყალებში 6.6 მილიარდი, რასაც ის ამბობს. მთავრობა და ეს ალაბარი. გამომდინარე იქიდან არ არის რეალური უძრავი ქონების ბიზნესში არ არის აუცილებელი, რომ 6 მილიარდიანი პროექტში, ან 6 მილიონიან პროექტში თქვენ 6 მილიონი ჯიბეში გედოთ. ამისთვის საჭიროა გქონდეთ მიწის ნაკვეთი და საჭიროა გქონდეთ საწყისი საინვესტიციო თანხა, რომელიც მთლიანი პროექტის ღირებულების 20%-ს არ აღემატება. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ თქვენ შენ გაქვს მიწის ნაკვეთი, აგერ მამაოს აქვს ერთი თავისუფალი რაღაცა კაპიტალი. გავერთიანდებით. ხო და აი ნოდარ დუმბაძის ნობელი ფრაზაა, პურმალი ჩვენი ღვინო ჩემიო, მოსულა, ღვინო ჩემი, პურმალი თქვენი, მოსულა, აბა წავედით ვიქეიფეთ. აი ეს მომენტია ზუსტად უძრავი ქონების ბიზნესში, ოღონდ ნდობა, აი მე ვინც ვარ, შემაკავშირე მე მგონს მაღალი ნდობა. ნდობა ბანკებთან რომ ფული მომცენ, იმიტომ რომ მიწის ნაკვეთია ეკასი და ამ მიწის ნაკვეთზე აშენდება რაღაცა შენობა, რომელიც გაიყიდება ამდენით და რო დავიწყო მშენებლობა, აგერ მამა ილია მაძლევს მე რაღაც სასტარტო კაპიტალს, რომელიც არის ამ მთლიანი პროექტის ღირებულების 20%, მაგრამ ეს 20% კიდევ იყოფა შუაზე. ამ 20%-ში შედის ასევე თქვენი მიწის ნაკვეთის ღირებულებაც, რაც მე თანხობრივად 100,000 კი არ საჭიროებს უკვე პირობითად. არამედ თქვენი მიწა თუ ღირდა 60,000, 40,000 მჭირდება მე რომ მოვიტანო. ანუ არაბები გადასარევ პირობებს მოკლედ მოდი და უთხრეს რომ აგერ თქვენ ამდენი მიწა 8.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტიპებს აქვთ უკვე შემოტანილი. 8.5 მილიონი კვადრატული მეტრი, მეგობრებო. კი, ეს არის, აი წარმოიდგინეთ ეს რომ ორი რაღაცა რო აშენდეს, ზომით არის ნახევარზე ცოტა მეტი ვიდრე ქალაქი გორი, მცხეთაზე 5ჯერ დიდი, იმიტომ რომ როგორც ქალაქის თო მცხეთის რაიონს და უბანზე არ არის, რუსთავის თითქმის ნახევარი, ანუ ძალიან დიდი და ორი დასახლება გამოდის. და ჩვენ არ ვიცით არც პროექტირება, არც არაფერი, მაღალი იქნება დაბალი, იმიტომ აქ ხო ჩვენ ვაკვირდებით თბილისის ან
არქიტექტურულ გენოციდს ლისიდა რომ გადმოხედავთ უბედურებაა და ვინ იქნება არქიტექტორი ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბიზნესურად გაყიდვებისთვის მაგალითად ერთმა ძალიან მაგარმა ქართულმა კომპანიამ რაღაც 14 ჰექტარი აქვს მიწა არაფერი ესეთი და დედამიწაზე საუკეთესო არქიტექტურული 8 მილიონ კვადრატულ მეტრს რა შეედრება საუკეთესო არქიტექტურული კომპანია მოიწვიეს ნორვეგიული Snoheta რომელიც არის ერთ-ერთი უნიკალური და უმაგრესი არქიტექტურული კომპანია რა ვიცი მაგარი მოვლენა არ არსებობს რომ Snoheta-სნაირი ტიპის საქართველოში კომპანიისნაირი რაღაცას აკეთებს და მთელი მარკეტინგული სტრატეგია ამაზე ააწყეს ამ ადამიანებმა რაც ძალიან კარგია და აქ ისინი გვიმალავენ ვინ იქნება არქიტექტორი აი რანაირად შეიძლება ეს ხაინდრავა კი გვეუბნება მათ დავალებით რა თქვენი საქმეა რა ხელშეა რა თქვენი საქმე გამჭვირვალებაზე მოლაპარაკეთ აბსოლუტურად იქ მოლაპარაკე გამჭვირვალობასაც გამჭვირვალობის არც ერთი პრინციპი არ ყოფილა დარღვეული ანუ სამოქალაქო სექტორში ესენი ახლა გველაპარაკებენ რა თქვენი საქმეა რა თქვენი საქმეა რა ხელშეკრულება დაიდო არაბულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის რა თქვენი საქმეა ეხლა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს რა შენი საქმეა ვინ გიკითხება ის რომ აშენდება ხო ნახავ 60% გაიყიდება უცხოელებზე გაიყიდება 60% მაგრამ ისინი 60% გაიყიდება ყველაზე მერე რა როცა მაშინ როგორც ჩვენ თქვით ჩვენ ვართ შესულები შენ შეგვიყვანეს ძალით ამ პროექტში და რა შემთხვევაში რა ეჭვებს აღძრავს ეს გასაიდუმლოება ამ პროექტში და შესაძლებლობა მტკიცებულება არ არის მაგრამ Eagle Hills-ის ბრენდით მომუშავე კომპანიები რომელიც მუშაობს ეგვიპტეში სხვა აფრიკულში არა მე მგონი მადაგასკარზე აქვს რაღაც პროექტი და სერბეთშიც აღმოსავლეთ ევროპაში კი სერბეთში, უნგრეთში, ალბანეთში და ლიტვაშიც. ყველგან ამ იმაში მათ სახელთან და მათ საქმიანობასთან არის ძალიან დიდი სკანდალები დაკავშირებული. ყველა იქ სადაც დაიწყეს, ანუ ჯერ იწყებენ წინასწარ გაყიდვას, პროექტი დამტკიცებული არ არის, იგივე ხელწერა, იგივე თარგია 93% სახელმწიფო მესაკუთრეობა და დანარჩენი ეს გაუგებარი კომპანია, იქაც გასაიდუმლოებული იყო და უბრალოდ სერბეთში და ალბანეთშიც კი და უნგრეთში საერთოდ გაუუქმეს საერთო საბოლოო ჯამში ხელშეკრულება 2025 წელს გაუქმდა, იმიტომ რომ იქ ესეთი ერთპიროვნული პარლამენტი არცერთგან არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარიზმი მცდელობები აქვთ, მაინც ვერ გაიტანეს და ევროკავშირის საგამოძიებო სამსახურები ცალკე სწავლობენ ამ საკითხს და მაგ ლიტვის შემთხვევაში ამაზე უკვე დიდი წითელი ნიშნის დროშები აინთო და აუცილებლად აინთება მომავალ წელსაც, იმიტომ რომ რაზეც ზუკა რასაც ამბობდა რომ აი ამ მოქალაქეობის პრინციპის თემის გაყიდვას ცდილობდნენ და ნელ-ნელა იკეტება ეს ყველაფერი და ვიცით რაც ხდება ევროპაშიც რომ შარშან ესპანეთში აიკრძალა მალტას სკანდალი ვიცით ამებით და ყველა ცდილობს გამოსავალს და ევროკავშირი უბრალოდ ბიუროკრატია მძიმეა ნელა იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს იმიტომ ცდილობენ რომ გადაწყვეტილებაში ბევრი რამე არ დააზიანონ ამიტომ ბევრ რისკს ითვლიან და ამას სჭირდება დრო რომ მაქსიმალურად ჰარმონიულად გაიარონ ანუ ანუ კიდე ერთხელ რომ მიუბრუნდეთ ამ თემას მოქალაქეობა ხო ესია ხო ყველა ქვეყანაში რამხელა დიდი ინვესტიცია თუ დიდი ინვესტიციას დებ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ასე ვთქვათ განსაზღვრული ტარიფი რამდენს დებ რომ ან მოგცეს ბინადრობის უფლება ან მოქალაქეობა ხო და ხა თუ მოქალაქეობას აიღებ შენც ისარგებლებ უვიზო მიმოსვლის ფუფუნებით რომელიც შეიძლება დავკარგოთ ძალიან მალე. აი ყურეკა ამ შემთხვევაში რა განსხვავება ჩვენსა და ევროკავშირის აი მაგალითად პორტუგალიაშიც ხო ვიცით ხო ამ ქართველმა ბჭყალებში წარმატებულმა ჩინოვნიკებმა უცბად პრობლემა რომ აღმოაჩინეს ლატარია მოიგეს და მილიონები და მილიარდები იშოვეს ამ საჯარო რაღაც სასაცილო ხელფასის მუშაობის ქვეშ გავარდნენ და ესპანეთში და პორტუგალიაში იყიდეს რაღაც მალაგაში უყიდია ყოფილ თავდაცვის მინისტრს მაშინ როდესაც მეორე ფრონტის გახსნას თხოვდნენ. ხო, რა თქმა უნდა, ეს ის იყო დაკავებული არა მეორე ფრონტის არ გახსნით, არამედ მალაგაში ბინის ყიდვით. იქ რო ყიდულობ, იქ საგას რთული პროცედურები, მაგრამ დაასაბუთო ეს შემოსავალი და ასე შემდეგ და ვიღაცას გამოვიდა, ვიღაცას არ გამოვიდა. ჩვენ ვიცით უკვე წარმატებული ბჭყალებში кейსები რომ იყიდეს, მაგრამ წარუმატებელი кейსი არის ამაზე 50-ჯერ მეტი რომ ვერ იყიდეს და ნუ მე ამოტივტივდება ეს ყველაფერი, არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს. რაღაცა ერთ-ერთ ცნობილ წიგნში წერია რომ ამაზე რომ ვთქვათ ამიტომ პატერნი ანუ თარგი რაც მუშაობს აი ამ წინასწარი გაყიდვების 85% თითქმის ყველა პროექტში რომელსაც ახორციელებს ეს Eagle Hills-ი რომლის დამფუძნებლები არავინ არ ვიცით ვინ არიან არის cash გარიგებები ანუ cash ტრანზაქციები ანუ
cash ტრანზაქცია არნიშნავს, რომ ვიღაცა როგორც აქ ერთი საწყალი კი არა, ძალიან წარმატებული ვალუტში კი 700 მილიარდ დოლარს ესე cash-ად ატრიალებდა, ეგეთი ტიპები ყავთ ბევრი იქით რა. არა, cash ტრანზაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს შეიძლება იყოს ქაღალდზე გარიგება და უცბად გახდა თქვენ ჩემი ვალი მე უცბად წარმომექმნა ქაღალდზე ისევე. მაგრამ ეს ქაღალდზე ეს ფული უცბად გაჩნდება ისეთ ტერიტორიაზე, რომელშიც ეს ითვლება ლეგალურ ტრანზაქციად. მაგალითად მე სახელმწიფო ხავს პარტნიორი, მოვიყვანთ მაგალითი, ხო. მაგალითად რომ ვიღაცა ნდობა რო კონდეს შენ საზოგადოების ცნობილი ტიპები მოყავს შენ ბიზნესში, ხო? ძალიან პოპულარი ხო? ჭყალებში ვიღაც ვარსკვლავები რო აი გახდნენ ინვესტორი რაღაცის რა, რაღაცა იჩუკესი და ის გამოვა ვიღაც ამას ენდობა და სენტიმენტები აუჩუყდა და რახან ის არის, აქ არაფერი არ მოხდება და წავალ და ვიყიდი ამ ვინას. ასევე ყიდიან ვიღაცები, ჯერ ნებართვა რო არ აქვთ აღებული. ამ სახით ყიდიან. და სფერო ჰოლდინგების მერე მასშტაბირება შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხო, აი ეს რა გარიგება, cash გარიგება. მოდი ახლა წავედით თეორიულ დაშვებაზე. სახელმწიფო არის შენი და გათეთრებასთან სად მივდივარ აქ? ამ ქვეყანაში ოფიციალურად სახელმწიფოა პარტნიორი და ოფიციალურად ჩენდება რაღაცა უძრავი ქონება. ამისი მესაკუთრე ჯერ არ დაწყებულა, შეიძლება ნებართვაც არ აუღიათ არაფერი, მაგრამ საინტერესო ეხლა მაგარ ფასში გვაძლევენ, ეკა რო დაიწყება ყველაფერი და პირველი ეტაპი რო დამთავრდება, მე 5ჯერ მეტი გახდება. ეხლა $6,000 შეგვიძლია ვიყიდოთ მე და შენ კვარტული მეტრი. ანუ 100 კვარტული მეტრი ვიყიდოთ, უცბად გავაი 6 მილიონი უნდა გავჩითოთ ჩვენ მე და შენ და ბაზარი არ არის დავაი მაქვს და ვიყიდე, იმიტომ ეს გახდება 2 წელიწადში 12 მილიონი. ამიტომ $6 მილიონი უცბად გადაუხადეთ ამ კომპანიას ამ იურისდიქციაში საქართველოში რომ მე გამიჩნდება რაღაცა ქონება, მაგრამ მე რომ ეს ქონება გამიჩნდება აი ამ კომპანიას რომელიც გასაედნო არ ვიცი, უნდა ჩაურიცხო სადღაც ეს თანხა. სადღაც რო ჩაურიცხო ხა არაბეთში ან შავხრელში ან კრიპტოთი ან რაღაცა ამ ნაწილით, ნუ კითხვებს დაისმეოდა, ვერ გადარიცხავ უშუალოდ ამ თანხას. მაგრამ მე რახან უკვე იურიდიული საფუძველი მაქვს, რომ ეს არის მაქსიმალურად მაღალი დობის ქვეშ კომპანია, სადაც ამ კომპანიის 33 წლის პროცენტის დამფუძნებელი არის საქართველოს სახელმწიფო. ანუ იმისთვის არის მნიშვნელოვანი მისი რეპუტაციისთვის. რა დანარჩენი უკვე არის ვიღაცა shell კომპანიები, რომლებიც შეიძლება შენ იყიდო და არეგისტრირო ჯერ უისტორიო კომპანია, რომელსაც ცუდი ისტორია არ აქვს და უკან რაღაც ბენეფიციარებს სანამ მიყვები, შეიძლება რაღაცა ეს კარგად მოაწყო, რომ ამითი გავიდეს. და ამ კომპანიას მე ახლა დიდია, მილიარდიანი პროექტია. მე მჭირდება საერთაშორისო ესეთ ეგრეთ წოდებული cash management-ის მომსახურება. დავიქირავე დიდი მსხვილი ბანკი, ვინც ამას აკეთებს, ევროპული, რომელიც მე რაღაც გამიხსნის რაღაცა ტრასტს, სრულიად კანონიერად, იმიტომ აქ სახელმწიფოა ამ კომპანიის სახელმწიფო აძლევს ამას დობის ძალიან მაღალ ხარისხს. რეპუტაციით უკვე მარტივია ბჭყალებში. ანუ იმას ჭირდებოდა ამ კომპანიას სახელმწიფოს თანამონაწილეობა რეპუტაციისთვის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გზით შენ შეგიძლია იპოვო რაღაცა იურისდიქცია, მეტნაკლებად ნორმალურად შეიძლება ეს თანხები დაილეკოს. შენ ამას აკეთებ წინასწარ გაყიდვებს, გააცხადე 6 მილიარდი, მე შემიძლია რა მიშლის ხეს, რომ 15 მილიარდის ბინებია გავყიდე უცბად წინასწარ. ოღონდ იმიტომ რომ ეს cash ტრანზაქციები, ანუ ევროპაში ტიპი ყიდი და ამ თავის ბინებს და რაღაცებს cash-ით, სადაც საბანკო სექტორიც კარგად მუშაობს და ყველაფერი, მაგრამ უფრო რაღაც ესეთი ტრანზაქციები დაფიქსირდა. მეორე ნაწილია ესე ლიტვის შემთხვევაშიც და სადაც ასევე დიდი კითხვები გაჩნდა და წავიდა ამ ნაწილში, ოღონდ ლიტვაში სახელმწიფო არ იყო მესაკუთრე, მაგრამ ის იურისდიქცია იყო და ძალიან ღრმად სწავლობს ახლა ევროკავშირი და მიიღეს უკვე რაღაც გაფრთხილებები და იქ შეიზღუდა მაქსიმალურად ბინადრობის უფლების გაცემაც, იმიტომ იქ 250,000 ევროს ღირებულებაზე ჰქონდათ და თავიდან რო წავიდა, იმიტომ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ამის შემდეგ დასკვნები მალტის კრიზისის შემდეგ, სკანდალის შემდეგ, რომ ოქროს პასპორტის მეტად ოქროს ვიზაც უფრო მეტ რისკს შეიცავს. ხო, ეს განსხვავებული იმითია რომ აი ბინადრობა იყოს, როგორც გამახსოვდა ბინადრობის ნაწილი, ან შეიძლება პირდაპირ მოქალაქეობა მიიღოთ რა. პირდაპირ მოქალაქეობაზე კი სხვა პროცედურები იყო და უფრო მეტი სკრინინგი ხდებოდა და ეს მეტნაკლებად მოდუნებული იყო ბიუროკრატიის ყურადღება და აქ რაღაც გასაძრომი იყო. ეს თემაც ჩაიკარგა და დაიხურა. ამიტომ ამ შემთხვევაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზების რისკი ძალიან დიდია, დადასტურებული ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რისკის ხედავთ ძალიან აშკარა. ეხლა ჩემთვის მაგალითად ამ მაყურებელსაც მინდა აუხსნა და მე თქვენი აზრს მაინტერესებს. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ბაჩიაშვილის შემთხვევა. კი ბატონო. ბაჩიაშვილი, რომელმაც გაასწრო აქედან ივანიშვილს და ემირატებში ჰქონდა თავშესაფარი. ჩემი წყაროს ინფორმაციით, მან მიიღო გარკვეული, ასე ვთქვათ, გარანტიები იქავე ერთ-ერთი მინისტრის მოადგილიდან. ემირატებს ასევე აქვთ პოლიტიკა
რომ რაც შეიძლება მეტი მდიდარი ადამიანი მიიზიდონ, იმიტომ რომ იქ დახარჯოს ფული, ხო? ამიტომ ბაჩიაშვილის იქ ყოფნა იყო ძალიან კარგი მათთვის, რადგან ბაჩიაშვილს, როგორც ვიცით, ამ კრიპტოსახით ის არის ძალიან დიდი ფულის ფლოპერი. მაგრამ და ამიტომ ხო ბაჩიაშვილიც ალბათ მშვიდად იყო იმ ქვეყანაში, იმიტომ რომ მის ესეთი გონივრული ასე ალბათობა არსებობდა იმის, რომ მას პრობლემა იქ არ შეექმნებოდა. მაგრამ რას ვხედავთ? ვხედავთ იმას, რომ ბაჩიაშვილს ჩამოიყვანენ საქართველოში. ანუ მას გაცვლიან მწვანე კორიდორში სერდი მოუნდება და ჩამოვა. ხო, ეს უბრალოდ ან თხოვა იქ ამ მინისტრის მოადგილეს, რომ იქ რაღაც სამშობლო მომენატრაო. ბალახზე ფეხი გავიარო, შიშველიზე. და ეხლა ყველამ კარგად იცის, მე ძალიან ესეთ ადამიანებსაც ველაპარაკე, რომელსაც მითხრეს და ეს ისედაც ნათელია, რომ ემირატებში რა თუ ადამიანს ვერ გაიტაცებ, არამედ ფეხს ვერ გადადგავ ისე, რომ დაზვერვა არ იცოდეს და სახელმწიფო არ იყო შეთანხმებული. იქ იყო პოლოლიკაშვილის ამბავეს მსოფლიო ტურიზმის სააგენტო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით იყო უბრალოდ ტორტზე დადებული ბოლოში მარწყვი. სულ არასაჭირო. სიამდვილეში ეს იყო რასაკვირველია ვაჭრობა იმაზე, რომ მომეცი ბაჩიაშვილი და მე შემოგთავაზებ შენ გაცილებით უფრო მომგებიან პროექტს. და ეხლა რაც შენ თქვი, ამ სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორ ზრდის კომპანიის, თან საეჭვო კომპანიის რეპუტაციას, რომელსაც შეუძლია ამ გაზრდილი რეპუტაციით ისარგებლოს ბანკებთან ურთიერთობაში და ამით უკანონო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მიიღოს, რომელიც მანამდე არ ჰქონდა. შევაჯამეთ თუ არა, ანუ მეთანხმებით თუ არა ამ შეჯამებაში. 100%-იანი ეგრეა და სამწუხაროა რომ მადლობა ნიკა, რომ ეს ბოლო ნაწილი ფაზლი, ასე ვთქვათ, მომეცი საბოლოო სურათის ასაწყობად ჩემთვის. ძალიან სამწუხაროა რომ რაღაც ქვეყანა იმართება როგორც რაღაცა კრიმინალური ორგანიზაცია. ანუ აღარ არსებობს არანაირი ინსტიტუცია, აღარ არსებობს რაღაც სახელმწიფო არანაირი წყობა, დამოკიდებული ვართ ერთ ადამიანზე და მის ინტერესებზე მხოლოდ. ამიტომ ხო მე მგონი ბოლოს მაინც აქამდე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ნებისმიერი სახით გვინდა რომ რაღაცა გარკვეული ცვლილება მაინც შევიტანოთ და როგორც მინიმუმ ბოლომდე ვიბრძოლოთ, ხო? არ გვაქვს ჩვენ ახლა იმის ფუფუნება, კი მე ძალიან კარგია რომ ახლა ბატონმა ნიკამ როგორც ისაუბრა და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ აი ეს სიღრმისეული ანალიზი ხო, რაღაც ჩემთვისაც ძალიან ბევრი პატარა უმნიშვნელოვანესი დეტალი გახდა ცნობილი. მნიშვნელოვანია რომ ესეთ ამბებზე მაქსიმალურად საზოგადოების ცნობიერება იყოს ამაღლებული და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ ფაზაზე, სადაც უნდა მოვითხოვოთ აი ესეთი კრიმინალური, მართლა რაღაცა ჯგუფური, ორგანიზებული კრიმინალური მართლობის დამხობა და შეჩერება. უნდა მოვითხოვოთ ის, რომ მსგავსი პროექტი ვერ გახორციელდეს ჩვენ ქვეყანაში. უნდა მოვითხოვოთ, რომ აი ეს პოლიტპატიმრების ამბავი უნდა მოვითხოვოთ, რომ აი საპატრიარქოში რაც ხდება, თუნდაც უნდა მოვითხოვოთ ის ყველაფერი, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი და ის ყველაფერი, რაც ჩვენ კონსტიტუციურად გვეკუთვნის. ამიტომ საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ამ ამბავს ვერ უშველით სხვა ვერც ერთი გზით თუ არ იქნება დიდი საპროტესტო მუხტი, რომლითაც საბოლოოდ რაღაც წნეხის შედეგად გამოვტყუებთ ჩვენთვის ასეულო. და გამაერთიანებელი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მინიმუმ ეს ფრაზა, რომ გახადეთ ხელშეკრულება გამჭვირვალე, რას გვიმალავთ და რატო გვიმალავთ თუ იქ არ არის ძალიან სერიოზული უკანონობა ჩადებული. მამაილი, აი თქვენ რა ეხა რაცაც ვილაპარაკეთ, ჩემთვისაც ბევრი დეტალი გახდა ცნობილი თქვენი მონათხრობიდანაც და ნიკას მონათხრობიდანაც, აი რა თქვენთვის ეხლა ამ მომენტში ამას რო ისმენდით, ყველაზე მეტად რაზე წუხართ, ანუ რა არის თქვენი, ასე ვთქვათ, თავარი საწუხარი ამ პროექტთან მიმართებაში? ყველაზე მეტად მე ვწუხარ იმაზე, რომ ხალხი, რომელიც ესე ელოდება საზოგადოებას საპატრიარქოსგან, ამაზე ხმის ამოღებას, საპატრიარქო დუმს მეუფეშიო და ეს ჯგუფი ჯაღმაიძე და ბოტკოვილი. აი ერთი რამე ხა აუხსნი ერთ რამეს. მამა დოროთემ ამ ბოლო დროს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ამბობდა პატრიარქზე, რომ შეიძლება პატრიარქის გაკრიტიკება, შეიძლება პატრიარქსაც შეეშალოს, ეს ბიძინამ თქვა წლების წინ. და მამა დოროთემ ეს თემა დღეს წამოწია. აი რატომ? და ჯაღმაიძე გამოდის და ამბობს, რომ მამა დოროთეო ადრესად იყო დღეს რო ამბობსო ამ სიტყვასო. ადრე როცა პატრიარქი იყო დასაცავი. პატრიარქი დღეს არის ყველაზე მეტად დასაცავი და რატომ?
როდესაც წლების წინ ბიძინამ თქვა პატრიარქზე, რომ შეიძლება პატრიარქის გაკრიტიკება, შეიძლება რომ მასაც შეეშალოს, აი ზუსტად ეს ამოქმედდა დღეს. და რა, ორ მთავარ მოვლენაში. პირველი, როდესაც პატრიარქმა ამ ბოლო მოვლენებში თქვა, დეკემბრის თვე იყო, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ჩვენ ამ გზას ხელი უნდა შევუწყოთ და მეორე, როცა პატრიარქის გამონათქვამი, რომ საქართველოს მიწა არ უნდა გაიყიდოს. არავის არ აქვს საქართველოს მიწის გაყიდვის უფლება. აი ეს ორი ამბავი, ამ ორ ამბავში ზუსტად მამაო დგას პატრიარქის მხარეს. მამაო ამბობს იმას, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ. მამაო ამბობს იმას, რომ ის რაც პატრიარქმა თქვა და ის რომ პატრიარქს უნდა რომ საქართველოში მიწები ესე არ იყიდებოდეს. აი ამაში რომ მამა დოროთე დადგა პატრიარქის გვერდით და პატრიარქის ამ სიტყვებს იცავს და მეუფეშიო და ჯაღმაიძე და ბოტკოველი პირიქით აკეთებენ. პატრიარქმა რო თქვა ჩვენი გზა ევროპისკენ არიან დუმან, პატრიარქმა რო თქვა აგერ ჩვენი საქართველოს მიწები არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, ამაზეც დუმან, აგერ ორი ფაქტი დევს, რასაც ჩვენ მათგან ხედავთ. რავით, მთელი კაპიტალი დააგროვეს პოლიტიკური მაგ ჩანაწერზე, რომ სასოფლო სამეურნეო მიწები არ შეიძლება გაიყიდოს. სასოფლო სამეურნეო მიწას ხვალ შეუცვლიათ სტატუსს. 1 საათში, 5 წუთში უფრო სწორად შეუძლიათ შეუცვალოს სტატუსი. ამაზე დააგროვეს პოლიტიკური კაპიტალი და ეხლა ვხედავთ 8 მილიონი კვადრატული მეტრის მილიონი კვადრატული მეტრის გადაცემას. აი ამაზე მოდი შევკასოთ, რაც ხდა ბორჯომის და აღაიანის ტყეების შემთხვევაში დაახლოებით 1 თვის წინ რომ იქაც არაბი ერთ-ერთი ინვესტორი შემოვიდა და ამ სასოფლო სამეურნეო და ნაწილ რეკრეაციას შეუცვალეს ნაწილი სტატუსი და გახდა სამშენებლო. ანუ იქაც არაბები არიან? აი ახლა ამ მოვლენიდან, აი ახლა შეფასება გააკეთოს საზოგადოებამ, აი გააკეთეთ თქვენ ახლა რომ თან ახლა ესეთი პროპაგანდისის აქვს ხომათ რომ თითქოს და მამა დოროთე ეწინააღმდეგება პატრიარქს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით პატრიარქს და ესენი იცავენ პატრიარქს. ახლა მე რაც ეს რომ ვთქვი, აი აქ ხო ჩანს ნათლად ვინ დგას, ვინ იცავს პატრიარქის პოზიციას და ვინ ეწინააღმდეგება პატრიარქის პოზიციას და კიდევ მთავარი რამე ბოლშევიკების დროს ტაძრებს რო ანგრევდნენ და ჩვენთვის ის ადამიანები ვინ არიან ყველამ ვიცით. ესენი იყვნენ ეკლესიის მტრები და ქრისტეს მტრები. დღეს, როდესაც ტყეპარკში მამა დოროთემ ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ნახევარზე მეტი ტაძარი აშენებული იყო და ხედავთ რომ იმ ტაძარს დაანგრევენ ხვალ და იქ უნდა აშენდეს არაბული ქალაქი და ამ ტერიტორიაზე სადაც წმინდანები, წმინდა ჩვენი დიდი მღვდლები აწამეს და დახვრიტეს ბოლშევიკებმა, ამაზე დუმან ესენი და მეუფეშიოს ვეთქვი რომ ტაძარს ანგრევენ. ადგილი სადაც მღვდლები დახვრიტეს, არაბული ქალაქი შენდება. რა ვიცი, მეუფეშიო დაკავებულია იმით რომ მამა დოროთე როგორ დასაჯოს და მე როგორ დამსაჯოს და მეუფის დასჯა მეუფისგან მე დამსაჯოს არა, რაც უნდა ითქვა, საერთოდ არ მაინტერესებს მეუფის საჯელი, იქაც რამდენი ტყუილი თქვეს და პატრიარქი როგორ მოატყუეს, ესეც ნათლად ჩანს რომ დამიბარეს ვითომ კომისიაზე, არა და გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული და პატრიარქს კომისიაზე მოაწერინეს ხელი. პატრიარქს ატყუებენ. რა ქვია მაგას, ტყეპარკში ტაძარი ინგრევა. რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ, იგივე ფაქტი ხდება. ამაზე დუმს. ქუჩაში ახალგაზრდები გვიცემეს და გვისისხლიანეს დუმს. ევროპისკენ წავიდეთო პატრიარქმა ამაზე დუმს. რუსეთში მიყავს ქვეყანა ხელისუფლებას ამაზე დუმს და რა ვიცი, მოკლედ ერთი რამეა, ბოლოს ესენი არიან ბიძინას კურთხევის ქვეშ, ბიძინა რასაც ეტყვის, იცავენ მშვენივრად, აი ეს არის ამათი გზა. და ჩვენი გზა არის პატრიარქის კურთხევის დაცვა და ჩვენ პატრიარქის მხარეს ვდგავართ თუ ვინ ვის მხარეს დგას ყველა ხედავს. გასაგებია. და ბოლოს ნიკა რო შევაჯამოთ, გავიგეთ, პრობლემა მართლა აი ძალიან მრავალმხრივია და მაგიტაც მოედო საზოგადოების ყველა ფენას. ეხლა რას ვაკეთებთ? ზუკამ თქვა რომ აუცილებელია ამას ვაჩვენოთ ამ რეჟიმს ვაჩვენოთ ძალა და ეს თემა იყოს ერთ-ერთი გამაერთიანებელი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის, ხო? აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა უნდა იყოს, ეხლა სწორი სამოქმედო გეგმა რა არის? პირველ რიგში ყოველთვის სწორი სამოქმედო გეგმა არის ის, რომ კარგად დავინახოთ სად ვართ. აი მაგალითად უღრან ტყეში რომ დაიკარგება ადამიანი, ის ეძებს ყველაზე მაღალ ხეს რო აძვრეს,
ადიხარ ყველაზე მაღალ ხეზე და იყურები უკვე 360 გრადუსით რომ დაინახოს საით უნდა წახვიდე. პირველ რიგში საით უნდა გადაიჩეხო, საით უნდა წახვიდე ვარ გადაიჩეხო და მეორე და განთვალო რესურსი რომ დაინახო რაღაც ჰორიზონტს, იქამდე რა დაგჭირდა რომ მიხვიდე, ხო? ჩვენ ვართ ზუსტად მაგ პოზიციაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანი ესაც რა მამა ილიამ თქვა ახლა, ესაც ზუკა საუბრობს, ასაც ჩვენ და სხვები, ჩვენი მეგობრები, კოლეგები, სრულიად უცნობი ადამიანები საუბრობენ რომ რა საფრთხეებს შეიცავს ეს. კარგად უნდა გაიაზროს ყველამ და მაგალითად უნგრეთის მაგალითია Eagle Hill-თან შედარებით, რომელშიც საზოგადოებრივმა პროტესტმა და იქ მართველი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვიცით ყველამ კარგად, როგორი მინი ავტოკრატიული თემაა შუაგულ ევროპაში ჩამოვა, მაგრამ იქაურმა პოლიტიკურმა სპექტრმაც თავის ეგოს გადააბიჯა და 34%-იანი უმცირესობით მიაღწიეს იმას საზოგადოებრივ პროტესტებთან, რომ ეს პროექტი მთლიანად გაჩერდა. ანუ იქაც Eagle Hill-ის პროექტი გამოგიგზავნი რეფერენსებს და შემდეგ შეგიძლია გაშალო, იმიტომ რომ მე რო დავიწყო აღარ დავამთავრებ და ვიღებ შენს რისხვას დამსახურებულს. ამიტომ ეს მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ ჩვენ ახირება კი არ გვაქვს. ეს არის რომ ჩვენი პირადი უფლებას ვეცოთ, ჩვენ მომავალს ვიცავთ. ჩვენი ენა ვიხარია რომ საზეპურო ენა ქართული გახდება მკვდარი ენების სიაში გადავა ძალიან ადვილად. იმიტომ კი არა რაღაც არაბები მოვლენ, ან ინგლისელები მოვლენ, ან ანგლოსაქსები ან რაღაცები. იმიტომ ჩვენ თვითონ თვითგანადგურების ხარეს მივდივართ. ზუკა მახსენა წლევანდელი პირველი 9 თვის მონაცემებით 50,000 ერთეულზე მეტია ნეგატიური ბალანსი. თუ ეხლა ვიცით ხო ერთი ცნობილი საშინელი ადამიანის სიტყვებია, დიდი წარმატებული წყო დიქტატორის რომ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედია, მაგრამ ათასობით ადამიანის სტატისტიკაში ეს არ უნდა გადავიყვანოთ. ჩვენ აღარ ვიზდებით როგორც ერი. ამას აქვს თავისი ემოციური, ფინანსური და ეკონომიკური პირობები. იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება ციფრებით, მაგრამ რეალურად არ ნაწილდება და აი ამ რეალური აი სადარიო კრიზისიო და ესენიო რაღაცა შეძახიეთ ახლა რომ ვიღაცა გაუგებარიტი პარლამენტის თავმჯდომარეს ეძახის თავს სრულად მიუღებელი პერსონაჟია აბსოლუტურად ადამიანურადაც კი დეგრადირებული ადამიანის სახე თუ გვინდა ნახოს მომავლის მეცნიერება აიღებენ მაგაზე კი ანუ ამ ნაწილში შევხედოთ რომ ციფრები იზრდება მაგრამ ბიუჯეტის კანონი ხომ ნახეთ ცოტა თემას გადავუხოთ. ცირდება ყველაფერი აბსოლუტურად, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, ანუ ყველაფერი და იზრდება და თავდაცვის ბიუჯეტიც მცირდება, ყველაზე მთავარი. იზრდება მარტო ხელფასების ძალოვნების, რომელმაც მე მცემეს, ჩემი ოჯახის ცემეს და კიდე უნდა სცემოდა. ჩვენ არა ვართ ხა UFC-ის დიდი ფაიტერები, რომ ვიღაცა 50 კაცი იყო საჭირო. ხო, ამხელა რესურსის დახარჯვა, 50 კაცის ბონუსი ცალკე ბიუჯეტიდან, მათი აღჭურვილობა ჭამა სმარო მე ჩამისახდნენ წარმოიდგინა რა ანუ რომ რამდენად ცუდის ამიტომ ეს მშვიდობიანი პროტესტი არის მნიშვნელოვანი იმისი რომ იმ გაუგებარ შენობაში რომელსაც ზოოპარკს ეძახდი ხოლმე სულ ხმურობი და ეკლესიის ადგილზე რომელიც არის აშენებული და კიდევ საბჭოთა სიმბოლიკის გერბია ჯერ კიდევ ვერ მოხსნეს ეს ვერც ბნელი 9 წლის განმავლობაში თუ სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ვერც შემდგომი 13 წლის განმავლობაში ამ ვითომ დაწყებული შენობაში პარლამენტის შენობაზე, აი 84 თუ 85 ადამიანი იქიდან ერთს მაინც რაღაც სიყვარულის კაქტუსი გაეფუშნოს ამ გულში ხო შეიძლება რაღაცა ადეკვატური, იმიტომ მაგ იმაში ბევრია უძრავი ქონების ბიზნესის მაგნატი. და კი, რამოდენიმეს ეხლა მისცეს გაყიდვის უფლება დაიწყეს, იმათაც ნებართვა არ აუღიათ ჯერ, მაგრამ ყველას არ აძლევენ ამას და აი ამ კონკურენციის ნაწილში ისევე როგორც ვიღაცებს რჩეულებს შეეძლოთ ქეშად ამ ხელი პული ქონოდათ, ვიღაცები ხა ხო ნერვიულობენ რა, ვიღაცა ტაქსის ვერ ვაკეთებო და იმას ამდენი არა. და ამ ემოციით მაინც დაფიქრდნენ რამხელა ბოროტ სამსახურში დგანა ქვეყნის მოკლედ პროტესტი და პროტესტი ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ყოველდღე რუსთაველზე ყოველდღე კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ აი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი და აუცილებლად და ბოლოს ვიტყვი აი ხა პაპუაშვილი რო ახსენეთ გუშინ პაპუაშვილმა აი მამუკაცუცკირიძე ფოტო რო გადაიღო გერმანიის ელჩთან ხო მთელი ამბები მოყვა აკაცუკი უწოდა გერმანიის ელჩს პაპუაშვილმა ჩვენი ქვეყნის სამაყო კაცი და
აი ძალიან მოდიში მეც ვიტყვი აი მაგაზე ახსოვდი მეტად რა ჩვეულებრივი მოკვდავია ეს ადამიანი რა ანუ არავინ არ არის აბსოლუტურად რა არ აირჩია თუ ვინმე აირჩია ესენის დაფიქრე რომ ტიპი ტირაჟირებას უკეთებს ისეთ რაღაცას რომელიც ძალიან ბნელ ცილისწამებას ეწევა ამ ყველაფერზე რომ ჩვენი ძალიან დიდი პარტნიორი ქვეყნის ელჩს ადანაშაულებს ვითომ პატრიარქზე გარდა ანუ ეს არის მოწოდება როგორი აგრესიის იცი ვიღაცამ შეიძლება მართლა ვერ ნახოს ეს ელჩი ამათგან განსხვავებით დაცვის გარეშე და ჩვეულებრივად გადაადგილდება ქუჩაში და ვიღაც აი ამ სუბიექტის მიერ შეყვანილი შეცდომაში შეყვანილი ადამიანი რომელიც მართლა გულანტებულია და უყვარს ბოლომდე პატრიარქი და რა მისთვის ესეც პრობლემაა თუ არაკერთი თაყვანისცეთო ეს პატრიარქებზეც არის ნათქვამი და მამაილია და მეტახლა 10 სასულიერო პირებს ეს არის ღმერთი რაღაცა სხვანაირი მოვლენაა და ადამიანი არ უნდა გახადო მაგრამ ამ მოწოდებამ შეიძლება ვიღაცას პროვოცირება გაუკეთოს და ფიზიკურად გაუწოდეს მამუკას მამა ნუ ცნობილი მხატვარი იყო რომელმაც სიონი მოხატა და მამუკა ისტორიას ყვებოდა გუშინ რომ ხო პატრიარქთან გავიზარდეო რა აი ესეთი ახო ძალიან ბავშვობიდან არის პატრიარქთან ესეთი თბილი და რაღაც ესეთი აი ახლო ურთიერთობა და ეხა რა იყო იცი საინტერესო იყო დავაკვირდებით ნახეთ მამუკაზეც რო იქ ამბობს მე პაპუაშვილი რაღაც ეგზარქოსი და რაღაც ეს იმიტომ თქვა რომ მამუკას ჩვენი ის ქონდა გაზიარებული მე რო ეგზარქოსი უწოდე და ანუ მამუკაც რო გვეთანხმებოდა ამ აზრში და ნახეთ ეხა პაპუაშვილს მე ეგზარქოს უწოდებში მეუფეშიოს თუ არ უწოდებ ვინ ეკითხება საერთოდ შუაშია მაგრამ ნახეთ პაპუაშვილი მეუფეშიოს იცავს აი რატო იცავს მეუფეშიოს იმიტომ რომ მეუფეშიოს კი იცავს მამა პაპუაშვილი ჩადის ძალიან მძიმე დანაშაულს ხო ეგ მაგრამ ჩემთვის აღმაშფოთებელი ეს არის თეოლოგიას თავი დავანებო ხო და არა მე ამ კუთხით ვამბობ ხო ამ კუთხით ვამბობ ეგზარქოსი თვითონ ივანიშვილია მთავარი ეგზარქოსი პროპაგანდისტული არხებიდან ჩვეულებრივ მოსმული ადამიანს ვის მართლა გონია პატრიარქს იცავს და ეს აკაცუკიც კი ძალიან ცუდი რაღაცაა რომ კი ამ პერსონაჟია ლიტერატურული ძალიან ცნობილი კომიქსიდან იაპონური ხო მაგრამ საერთაშორისო დიპლომატიაზე ასეთი ცოდება იმითი რომ ის შენ პატრიარქს ერჩის რომ გამოიწვიოს ანუ ამაზე ან ჩვენ მაგალითად ვიცი შარლი ებდოს მაგალითი სხვა არაფერი არ იყო ხო და ჩვენ არაფერი ერჩის კაცი ჩვენ მე ერთ ძალიან პატარა ისტორიას ვიტყვი ჩვენ ევროპა ყოველთვის იცავდა ჩვენს პატრიარქებს როცა ამბროსი ხელაიას დახვრეტა უნდათ მაშინ იმიდან ევროპიდან კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა წერილი მოწერა საბჭოთა კავშირს სტალინს უთხრეს რომ მაშინ სტალინი იზოლირებული იყო მთელი საბჭოთა კავშირი ევროპისგან და სტალინს უნდოდა დიპლომატიური კავშირი დაემყარებინა ინგლისთან და ინგლისმა წერილი მოწერა რომ ამბროსი ხელაია გაათავისუფლეთო. კი, ცნობილი წერილი არის ეს ერთი მოვლენა, ეს ერთ-ერთი ამბავი, როცა კირიონს მღვდელმთავარს გადასახლებაში იყო და რუსებისგან დევნილი და მღვდელმთავრობა მოხსნეს და ესე განაყენეს მღვდელმთავრობისგან, მაშინაც ბრიუსელიდან ადამიანთა უფლებების დამცველმა ჟორჟ ლორანმა წერილი მოწერა საბჭოთა კავშირს რას უშვებითო მღვდელმთავარ კირიონსო მღვდელმთავარ კირიონს იცავდა ადამიანთა უფლებათა დაცვის ეს თავმჯდომარე იყო ჟორჟ ლორანი ესეთი კაცი ამბროსი ხელაია დახვრეტისგან დაიცვა ევროპამ კათოლიკურმა და ანგლიკანურმა ეკლესიის მეთაურებმა მოწერეს ესე საბჭოთა კავშირს რა შვებით როგორ ებრძვით ამ ორდით პატრიარქს ესენი ყოველთვის გვიცავდნენ. მე ევროპის ერთადერთი ვინც საქართველოს არ იცავდა ჩვენს პატრიარქებს და ჩვენს მღვდლებს და ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ერს ეს იყო ყოველთვის რუსეთი. და რუსეთის მიმდევარი მღვდელმთავრები და მღვდლები და ვინც დღეს დგას რუსეთის მსახურებაში იგივე ისტორიას იმეორებს. ეგა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა გამიდოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი ეს უკამაც ახსენა, რომელსაც რუსთაველის ის შენობა, კინო რუსთაველის სადაც იყო, სადაც რაღაც გაუგებარი ოფისი, რასაც ყიდიან, რო არ ვიცით რას ყიდიან. რამდენად უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა თუ აქვს ამას. ეს ამ კოცების თავში ეს ვერასოდეს ვერ მოიხარშებოდა მაგდენი მეხსიერება, მაგად და განათლება აშკარად არ, მაგრამ კარგად გავიხსენოთ ყველა აი თანამედროვე ქართულმა ისტორიკოსმა მათ შორის დათომაც ბევრჯერ ლაპარაკა ტურაშვილმა ამ საკითხზე ამ შენობაში 1921 წელს იმ დროს როცა ჩვენ ვიცავდით თავს უსული შემოტევისგან და ოფიცერთა სახლში ამ შენობის მოპირდაპირ მხარეს იყო შტაბ-ბინა განთავსებული საიდანაც დაგეგმარება ხდებოდა თავდაცვითი ნაგებობებზე თავდაცვითი მოგერიების წითელი არმიის
გახსნილად წითელი არმიის და ხარდამჭერი საზოგადოება გაიხსნა მათ. ეს ხარდამჭერი საზოგადოება იყო ბევრი, შეფარვად იმალებოდნენ. გახსნილად დემონსტრაციულად გაიხსნა, უშუალოდ ლენინის და სტალინის დავალებით, ღია და იქ ხალხი იდგა რიგში, რომელსაც მიქონდა წითელი არმიისთვის შემოწირულები რაღაცა საჭმელს ამოვაგე და ასევე ეწერებოდნენ მოხალისეები. და ამას ხედავდა ეს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ზედმეტად დემოკრატიული რაღაცა ჟორდანიას პოლიტიკიდან გამომდინარე, მაშინ უბრალოდ არ მოხდა აღკვეთა ამ იმისი. და ეს არის ისტორიული ფაქტი. ჩვენ ერთად ვერ გავიქცევთ. დღეს აქ დგას საქართველოს საუკეთესო ნაწილი, აი მართლა საუკეთესო ნაწილი, ასაკის მიუხედავად, ძალიან პატარები და ძალიან დიდე, ძალიან დამსახურებული ადამიანები, ყოველდღე სუპერმშვიდობიანი პროტესტით, ყოველდღე ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და გახსნეს ამ ადგილში და ეს დავალება ეხლა ერთსა მუჰამედს მოუვიდა იქ თავში აზრად. და ანუ ამათ ხო საერთოდ არ მოვიდოთ, იმიტომ ეს ქაქისტოკრატია არ ნიშნავს, რომ მათ უნდა იაზრონ, იმათთვის არის თავარი ფული უფრო მეტი ფული, როგორ შემიძლია მოვიპარო დავქეშდე, ოქროზოდებზე დავჯდე და მეტი ხიზი ვალავჭამო და მეტი დომპერინი დავლიო რა, იმიტომ რომ ვიღაცა მითხარო ეგ კარგია, მეტი არაფერი. ამაზეც დავფიქრეთ და საიდან მოდის ეგ დავალება. სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია. თხოვნა მექნება, ვის კარგად იცის ეს თემა, უფრო მეტად გაშალა, რომ აი ზუკას და მის მეგობრებს ყველას აი რაიონებში და რეგიონებში გადავცეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში ოჯახი, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად არ შეეხო აი ამ შემდგომი წლების რეპრესიები. კი ბატონო, ზუკა შოშიაშვილი, ილია თოლორაია და ნიკა ალავიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. მე მგონი ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა და მეც რაღაცები გავიგე და იმედია თქვენც რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები გაიგეთ ამ საქმეზე, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ჩვენი გადაცემიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინეთ, დაგვიჭერეთ მხარი, გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტები, ჩვენი არხი, დააშიარეთ, გამოგვყევით TikTok-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე.